გაუმარჯოს მაყურებელს. მოგესალმებით მეგობრებო, მისაყოლებელი პოდკასტი ისევ აქ არის და ჩვენთან ერთად არის ჩვენი სტუმარი, რომელსაც ყველაზე მეტი ხუმრობა აქვს მოსმენილი ჩემი ვეზობლის ბოუშზე. გიორგი ვარდოსანიძე. სალამი ყველას მოგესალმებით. მადლობა ძმაო, ბაზარია. ვესტუმრე. პირიქით მადლობა რომ დამპატიჟეთ. აუ ეგ რა გააგიხსენე ჩემი მეზობლის ბოუში. ჩემი ვეზობლის ბოუში. გაცინე და ხო ბაზარია. ხო და მე იმაზე წავედი რა ქვია. და ჯოკერზე. არა ხო იქ და მე დიანა ღურსკაია ისხლებოდა ხოლმე მაგრად. მეთქი რა ხალბატონ დიანა. მაგედან მოკითხვა ჩვენი პოდკასტი. ჩვენი მაყურებელია სხვათა შორის. მაყურებელი რა. ეგეც ათვალები უკეთია ხოლმე ზირდა. სმენელი. გაცოცხდა 2 წამი. თევზვა თავი ამოყვა გაინარნარა. აი ესე ხდება ხოლმე რა, გირო იქნება სადღაც. და მოიგეშა რამდენი ხანი იყავი? 3 წელი, მე მგონი 3 წელი. 3 წელი? მაგრამ კი დღემდე არის რა. მაგრამ მაინტერესებს ეს. სასწაულია ეს. ვიცი რომ დღემდე უკვე წარმატებები. ეხლა ვინ არის წამყარი არ ვიცი. ბატონი ჩაინიკი. ბატონი ჩაინიკი ძალიან კაი იყო რა უყურეთ. აუ ძალიან. პირველი ეპიზოდი არისო, ჩვენთან ერთად არის ბატონი ჩაინიკი. ბატონი ჩაინიკი. ბიჭო, რამდენი წლის იყო? პატარა ვიყავი, მაგრამ 2014 წელია თუ რა. აა, ძველი ის. ახალგაზრდა ბიჭიო, ჯერ კიდე თავზე თმა მქონდა. ბიჭო, მან მაინტერესებდა, მაგრამ ის რა ქვია. ნოყდიფულია. სპეციალურად თუ დაგიჭერია. არა. მე? ხო, აი, რო არა, სპეციალურად გაგვიცინია ბევრჯერზე. ყველა რატო. ხო, ეგ ეთყო. ბაბუ იყო ძალიან ძერსკი კაცი რა. აი ეს ფრაზა რამდენი მომისმენია იცი? აუ მაგრადამო. აი ეს ბაბუ, აი ეს ბავშვი გახსოვს, ვაფშე არავინ არ ბაბუზე მახსოვს. რა როვერ რას ლაპარაკობ როვერი რას ლაპარაკობ. ეგ ბევრი. ხო, იყო. ხო მოიგო. და ხო წაიღო თლიანად კი და პროსტა რო ლაპარაკობ და კარგად ბაზრობდა და იქ ბებოც იყო ეგეც საყვარელი თვითონ რო ისინო და იყო მაშინ აი მაგაზე მოიგო. გუშინზე მიყავით იმასთან რა ქვია, კავასთან ნორიოში და მაგას უყურებდით. ძველი. მართლა აი, დიდი მადლობა რომ ნახვებს აწერინებთ მაგ კონტენტს. ბიჭო, რაღაცა სანუკვარია. შენი ხათრით უყურებ. მადლობა, რა თქმა უნდა, თორე აი ბიჭიკას არ უყუროთ, ბიჭო, ბიჭიკა აი საყურებელია. ვა. რაზას მოკლედ. ძალიან სასიამოვნო ძმო. გენაცვალეთ მე. მოკლედ, მე შენზე ვიცი ახალი ამბები და დიდი გაბია. იოსთან. არა, ეგეთი არ იქნება. მეგობრებო, მაგას თქო. ეს გაცხრებზე. არ შეიძლება, წეღარ ვიკითხე რა ცენზურა სადამდე გვაქვს მეთქი რა და ნელ-ნელა გავფილტრა, მაპატიეთ. გაცოცხლებულზე სიკითხა თავიდან და ნიუთების რუბრიკაში გქონდა ხო, მოგზონი. ესეთი იყო მოგზონი. ეს მე არ მომწონს. გაცოცხლებული რა. დერსკი და 2 წუთში შარვალში გქონდა ჩაგებული და გამორბოდა ისე. მაპატიეთ, მაშინ მამა არ ვიყავი რაღაცას კადრობდი, ეხა მამა ვარ უკვე სხვანაირად. სპორტშორის ყველაზე სამწუხარო რა იყო ისი მაგ მომენტში ეგნიფტები უნდა გაცვლილი იყო და რაღაც უკვე შამოს. ხო, ვიღაცას უწევდა მე ბაზარი არა. ვიღაცას უწევდა, არ მახსოვს ბიჭო, გაცვალეთ ნიფტები. ხო აკეთებ კიდე მაგ შოუს, ხო აკეთებ. კი, გაცვლილი. საკაიფოა ძალიან. ერთ-ერთი ყველაზე ისეთია რა. და რთულია მაგარი, ვაფშე არ მეგონა ეგეთი რთული თუ იქნება. ადგილზე მივხვდი რომ მაგარი რთულია. აი ნახად მოიფიქრო რაღაცა მაგარი რთულია რა. მაგრამ ძალიან კარგი გაარდე თავი რა. ხო, რაღაცა მახსოვს მაყურებელი ბევრად მეც პატიობს მაგ დროს, რაღაცა სისულელეც რო თქვან, რაღაცა, იმიტომ რომ ყველა ხდება კონტექსტ, რომ იქ მოფიქრებული. ხო, იგი ხარ რაღაცა. დაგმული მოფწინას არ მოფიქრებული დებილობა რო გაქვს. ხო, და რაღაცა ის აქცენტიც არა, რომ ჩვენ ვართ იუმორისტების შეფუთვაც არა აქვს, რა ძალიან კაია, ეგ ასწორებს რა. ბიჭო, ერთობით რა გვევასება ეგეთი გადაღება. კაია, რაც მეტი იქნება ეგეთი. და შენ ვიცი რომ ეხა ერთობის სერიალის გადაღებით. შენ ძალიან კარგად იმიტომ მინდოდა მაგის თქმა რომ ძალიან კარგად მაგ სერიალში. ღამე არ გაყურყუტე რომ ამუშავო. აუ, ამუშავე. მადლობა კიდე ერთხელ ძმაო. მართლა ყველას მადლობა. ყველას მოგიწევთ ვაფშე, ყველას მოგიწევთ ბევრი სეზონი არის. არ გეტყვი ეხა წინასწარ გავაბარე. არ დაასპოილერო. არ დაასპოილერო. არა ვითარ შეხვდა. აზრელი გამოსაცნობია. პირდებით რომ არა, ვაფშე ვერ მივხვდები რა იყო. ვაფშე არ არის ცოტნეს როლი. მე ვიცი. შენ იცი, ეგ სხვა არ, ეგ ეჭორავა და იმიტომ. ეგ ხوار გეგონებოდა. შენ გეჭორავა და იმიტომ. როგორ არა შენ? რატო შეხედავ აბიტუსი გარი? გიყურებ? ძალიან გაგისწორდებათ კაკოს რო ნახავთ, რა როლშიც არის. ანუ აუ, კაკო არის. კარში არ მინდა რა. მაშ ამანდას ანაკონდა შეჭირა. ვიღავდა კიდე YouTube-დან. ბიჭო, პირველ სერიაში არის ბასტო. არის დრუპი პირველ სერიაში კიდე. არის ისა რა ქვია, იმას გიორგას ტანჯულა რა, გიორგა არის. ეს არის პირველი სერია, ბიჭო, უკვე აღარც მახსოვს. ძალიან ბევრნი არიან რა.
მოკლედ სერიაში შენ სადაც იყავი იქ არის რუსკა ამაყაშვილი შენ ხარ და კიდე ერთი 4 კაცი იყო ოზიც იყო კარჩი ბევრი რა ძალიან ბევრი ხალხი სასწაული კასტია მოკლედ საოცარი სუ გრძელი როლები სუ ვერ გააჩუმებ ვერ გააჩუმებ ხელა ტექსტებით დედა მე მოვემზადე მორალურად რომ მეთქი გადაღებაზე უნდა მოხვიდე და 1 საათი ვიჯექ ტექსტ გავდიოდით ხო რაღაცა მეთქი არა ტექსტ ჩაგიგდებ წინა დღეს და არ ჩამიგდო ტექსტი და მაგაზე ვინერვიულე რომ აღარც მივწერი რომ მეთქი აი არის სალა კაც რაღაც ჯანდაბას მივედი და ჩემი ტექსტი რომ ანახო მეთქი და აი ნახეო აქედან ხო ვიწყებთო აი ეს და იქიდეო აი ეს არისო რა ისიც ამოვიჭრა რა სკოდა სათქმელი მაგრამ ძალიან კლასი იყო ძალიან ზუსტი იყო იდეალურად დადგა კარჩი აი მაგარ მოლოდინში ვარ რა ვერ აგიხწე როგორ ნერვიულობ არ ჩაი მაგრამ ნერვიულობ რასაც შემხედე მაკროა პირიქით იქნება კი იმ დღეს ვიჯექით ვამონტაჟებდით ხო შეიძლება რომ რაღაცები ვიტლიკით იმ დღეს ვიჯექით ვამონტაჟებდით ეხა დასიომკა დაგვრჩა რაღაცა მე-6 სერიის ბოლოს სცენები და სექტემბერში ტურნედან რო ჩამოვალ მე უნდა გადავიღოთ ამინდით გვჭირდება ისეთი არა ძალიან ზაფხული რა იმიტომ რომ ზამთარშია დაწყებული გადაღებები ხო და პონტი იყო რომ ვიჯექი და მე და თორნიკე სეხნიაშვილი ოპერატორი ვამონტაჟებდი და ხო ძალიან რო ერთობი რა პროცესი და ძალიან კლასნი როა რა იმაზე ბევრად მაგარი როა ვიდრე გეგონა და ფიქრობდით რომ აი სამი რასკლადი შეიძლება იყოს რა როგორ განვითარდეს აი რო დავდებთ პირველი ან მე და შენ ვართ ვეუნები და ყველა იქ ვინც ვიყავით რა ვინც პასუხს აგებდა რამეზე უგოიმესი კვერცხები მე ვთქვი აი უგოიმესი კვერცხები ვართ რომელსაც გონია რომ რაღაცა ძალიან დერსკი გემოვნება და იუმორი გვაქვს და იმენა კვერცხები ვართ მე ვთქვი ერთი რასკლადი ეგ არის მეორე რასკლადია რომ იმდენად დერსკები ვართ მე ვთქვი რომ დროს ვასწრებთ ხო ხდება რომ დაიდება ჯერ ხალხი ამისთვის ზათ არ არის მე ვთქვი და მესამე რომ უნდა ამოტრიალდეს YouTube-ი ანუ იმდენად დერსკია რომ უნდა ამოტრიალდეს მეც ვლოცულო პატარა ხატებთან ისიც ვლოცულობს რომ მესამე იყოს და მინდა ყოველ შემთხვევაში და არ გამიკვირდება რომ პირველი ან მეორე იყოს მეორე ნაკლებად არა ეგეთესლიო დროს გავასწარი არა ჩვენ წარმატებებს გისურვებთ ყველა ვარიანტში მაგ თემაში და მე ზოგადად მიხარია ეგ მომენტი რომ ანუ YouTube-ზე ახალი რაღაცა იხოდება რაღაცა პერიოდი ძალიან ბევრი იყო სერიალების გადაღების მომენტი ბევრი იღებდა ანუ ბევრი ეხაცა რაღაცები კი იმდენი არ არის თვალში მაგდენად არ ხდება რა აი ყველა აკეთებს ან რაღაც რაც ვიცით და დიდი ხანია აკეთებს ძალიან ასწორებს აი დროა ეხა მაგისტვის კარგი დრო არის მაგრამ რო ვიწყებდი ერთადერთი რაც მქონდა ფიქრები თავში რომ არის თემები რომელიც მე არავითარ შემთხვევაში ცუდ კონტექსტში არ ვამბობ რა არის რაღაცა თემები რა ძალიან ნაცნობია და ძალიან მინდოდა რომ განსხვავებული ყოფილიყო რა თემაც არის იმდენად განსხვავებული ანუ აი ვამპირებზია ხო ხვდები რა ვამპირებზია შავი კომედია ეს თან რისკი იყო რომ ანუ იტყვია რომ ეს ხო არა აკაჩავებს მაგრამ თან არის ალბათობა იმის დამსახურებით რომ კარგი კასტია რა მართლა ძალიან კარგი არტისტები არიან და მაგრათი აი ძალიან მაგრათი მუშავეს ბიჭებმა ყველამ ვაფშე და გონია რომ თან აი ხა ვადევნებ რაღაც სერიალები რო იდება რა ტენდენციები როგორ მიდის რა მგონია რომ აი ბავშვიც ავარ იმიტომ არ ვამბობ რომ ჩემი პროდუქტია და ოღონდ ნახვა დაიდოს ეგ ფაქტორი რა თქმა უნდა არის გინდა რომ შენი შრომა დაფასდეს მაგრამ მგონია რომ ვაფშე ახალი რაღაც დაიდება YouTube-ზე რაც აქამდე არ ყოფილა და აი მაგის შიში რო გაქვს ხო იცი რამდენად მიიღებენ რა ხო წესით მგონია რომ უნდა მიიღონ და იკაიფონ ძალიან ანუ აი ნახოთ კასტი ნახე ძალიან მაგარი ხალხი თამაშობს მაგრამ ეგეც შემიძლია ვთქვა არ ვიტყვი რა თქმა უნდა ვინები ნახავთ მალე ტრეილერს დაიდროება უკვე მოკლედ როდისთვის უნდა ველოდოთ ეგ მაინტერესებს 15 სექტემბერს დაიდება პირველი სერია მაგრამ დაახლოებით აგვისტოს ბოლოს დაიდება პირველი სერიის ტიზერი რა ტრეილერი სადაც მაქსიმალურად ვეცადე რომ პონტი არ დამწვარიყო რა ეხო ხდები ძალიან რთული იყო პონტი არ დამწვარიყო ატვირთულია უკვე ჩენელზე ყველაფერი პაბლიკ ჭირდება სადღაც აგვისტოს ბოლოში დავდებ 15 სექტემბერს დაიწყება არხი მაქვს უფლება რო თქვა პრობლემა ხო არა არხს ქვია მწოველები თურმე პრობლემა ყოფილა თქვენზე ხო მწოველები ქვია ის არა რაც თქვენი ფიქრეთ რეალურად სისხლის მწოველები არიან ხო და შეგიძლიათ უკვე რაღაცა პატარა ბაზა გროვდება მაყურებლის მარტო იმიტომ ვიზახი ბაწოვა ცუდი სიტყვა არავითარ შემთხვევაში ქართული ენა არის მდიდარი გამოიწერეთ მარტო იმიტომ რომ ტრაფიკი შეიქმნას რა მეგობრებო აუცილებლად აღწერაში იქნება ლინკი მადლობა ძალიან დიდი არ გაქნა შეგვიერთდით პირი ცუდი სიტყვა მიცა ცუდი სიტყვა უნდა პირში მიცეს
იდეაში რო დაფიქრე ეგრეა, ხო რა. კონტექსტი, დამპალი კონტექსტი რას აკეთებს თუ. მოგლეთ, სანამ გავაგზავნებთ აქვე პარემ. გიორგი, შენ ის ნებართვით რა. გაუ გიორგის და გიორგის სულს ჩავიქრებ. ისურვილი იქნება რომ გამოიწოს და ჩვენს სამგეს ლუდისას და ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას და გაგვიმარჯოს ჩვენ. გაგიმარჯოს თქვენ. კარგ რაღაცას აფინანსებთ, ძალიან კარგია და სუა ესეთი კარგი პროექტები ქონოდეთ წარმატებული მთელი გულით გისურვებთ. რაც მეტი თქვენნაირი კარგი სპონსორი შემოვა, მრავალფეროვანი YouTube იქნება, მრავალფეროვანი YouTube ყველაფერ კარგს ნიშნავს. აბარა, მარტივად დავალაგე ყველაფერი. ხაო სერიალზე ისე ვინმე? ლუდი? არა. არა, ზოგადად ის სპონსორი ის. კი, აბა ჩემამდე. მე სხვანაირად მუშაობ, ანუ მე ამას რომ ამბობ ხანდახანი ხალბათ უნდა შევცვალო მოდელი, მაგრამ არასოდეს არ დამიწყია კონტენტი ჯერ და მე არ მიშოვია სპონსორი. მე ჯერ ვიღებ იდეას, ფუთავ შეთავაზებისათვის, ვშოულობ სპონსორებს და მე ვიწყებ მუშაობას რა. ანუ ეხლა რაც ბავშვი გაჩნდა განსაკუთრებით მე არ მაქვს არც ერთი ლარი გასარისკი, ხვდები? მიუხედავად იმისა, რომ ხვდები რომ ეს ძალიან ობიექტური რისკია და საჭირო რისკი არის, იმედია იქნება. მაგრამ მე ჯერ ვშოულობდი ხოლმე ბიუჯეტს, სერიალზეც ეგრე იყო. პირდაპირ ვიძახი, არც ისე პატარა ბიუჯეტი ვიშოვეთ, მაგრამ პროექტმა გვანახა, რომ ეს არის აი ზღვაში წვეთი და შენ თვითონაც იცი როგორი ძმაკაცური თხოვნებითაა ყველაფერი თითქმის რა ანუ აი ესე ყველას ურეკავდი და ძმაკაცურად გეხვეწები გვერდში დამიდექი მოდი იქ არტისტებმა რაღაცა ფასი თუ იყო რაღაცა გახადეს რაღაცა გადამღებმა ჯგუფმა რაღაცა ლოკაციამ რაღაცა ყვება რაღაცა მოკლედ მაინც შედგა მაგრამ ეხა უკვე იმედია რომ მეორე სეზონში იმისათვის რომ მართლაც სხვანაირი ხარისხი მჭირდება რა თქმა უნდა სპონსორები იმედია გამოჩნდებიან ანუ აი ეგ მე დარწმუნებული ვარ მაგაში და მეც ეგრე მგონია მეც ეგრე მგონია რა რავი, აი, ჭირდება ამ სფეროს დახმარება, იმიტომ რომ განსაკუთრებით სერიალებს და ფილმებს საქართველოში ბოლო პერიოდი, ну, არის ხო 1-2 გამონაკლისი, მაგრამ რაღაც აი გაჩერებულები ვართ ერთ ადგილას რა და რაღაც თან ახალი იდეა, საინტერესო იდეა და მე მომწონს რა. მე მჯერა რომ იქნება რა. დარწმუნებული ვარ რომ ყველა უფრო ისე რა. მაგრა დაუძებდა. თქვა მან და ყველამ დაიძახა ამინ. ხო და ის გაგრას მაგაზე მაინტერესებს რომ სერიალების და იმის თემაში აი რატო არის ეს სიტუაცია რომ სპონსორები ნაკლებად არიან და ინტერესება ნაკლებად ქართული ფილმი ახლა ბოლო პერიოდი YouTube-ის კონტექსტზე იძახი ზოგადად ქართული ფილმი ბოლო პერიოდი აი რავი მე მიჭირს რომ გავიხსენო რაღაცა ისეთი რა ხო ხდები მასშტაბური პროექტი და რაღაცა რომ მან მარტივი მიზეზია შედ უფრო რა ვიდრე სიტყვაზე გონია ხოლმე რა ანუ პონტი არის რომ კინო ესე იყოფა ორად რა არის კომერციული პროექტები და არის საფესტივალო პროექტები. ფული ასნად ორივე სჭირდება. საფესტივალო პროექტებზე იდეაში კინოცენტრია შეიძლება ვიღაცა კიდე რაღაცა იყოს, მოკლედ ფული მოიძიო და ფესტივალებზე გათვლა. საკმარისია შენ მოგინდეს გადაიღო რაღაცა ბოევიკი მიხვდი ან ასე შემდეგ. ეს მოითხოვს დიდ ფულს. დიდი ფულის ამოღება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ინტერნეტში დადება არ გაძლევს მაგის საშუალებას, დიდ ფულზეა ხა აქ ლაპარაკი. ჩემი სერიალის მასშტაბებზე არა ლაპარაკი. უნდა გაიყიდოს კინოთეატრში. კინოთეატრს აქვს თავისი პირობები რა. თელს სოფლიოში არის 50%. ანუ შემოსული თანხიდან 50% არის შენი, 50% მისი. ანუ რას ნიშნავს? შენ თუ 100,000-ად გადაიღე, ჯერ 200 უნდა ამოიღო რომ გასწორდეს, წარმოიდგინე. გასწორდეს შენ და იმის და მე მაგის მოგებაზე. ამიტომ ტიპები არ რისკავენ. შენ ჯანში იყო, შენგენაც ვარ. ტიპები ნაკლებად რისკავენ. ჩასადებია. მე თქვი რა არის. მოწყურდა რა იყო, მოწყურდა. გამოზმო რა გიქნა რა იყო ეგ არაყი იყო ვისკია ვისკი არა ძალიანაც მინდა ვისკი მართლა მაგრამ მოტოთი ენა ისაა რა ესეც აი ერთი ჩიკას ტრუპა რა თან აქვე ვარ სახთან რამდენი ხანია რაც ბაიგზეზე ხარ ძალიან დიდი ხანი 2024-ის ვიყავი 25-ის ვიყავ 12 წლის წინ რა 12 ერთი აი მეგობრებო აქვე ნახეთ სტაჟი გვაქვს მეც ეგრე მაქვს ვისაც აინტერესებს მანამდე ვიყიდე არ დავიკიდე დავილეწე და იმას ვქენი არავითარ შეხვედრა აქედან შემოუშვი ვისაც აინტერესებს და რატოღაც გაჩუმდი ნუ გაჩუმდი გააჟღერე ერთი სტაჟი გვაქვს მაგის მე რაღაცა მაღალზე და იქ ის რა ქვია ხელოვნება და კინო და რაღაცა ბაიკი ძმა შენა დიდხანს იქ ისა მანტოში რო იმას კენი და უტრიალი საზღრობა ეს სიყვარულია ეს ხდები და წარმომიდგენია ხოლმე ხალხი ორ ბაიკერთან ერთად არ უნდა მოხვდე მესამე თუ ხარ საშინელება. არა, ამის ხელში მეც ვისწავლე ბაიკის დაშლა აწყობა, ეგ არის პრობლემა. მე ვაფშე არ ვიციო. მართლა? ორ გადავხო. აი, როგორ აგიხსნა? კაროჩე, პროსტა რო ჩაქრეს.
გადმოვდივარ და ვტირი. ანუ ვაფშე სხვა მოქმედება არ. არა, არც დამჭიროებია, მადლობა მას. იმ დღეს ზუსტად აიაკ, ეხა სადაც ვარ რა, 1-20 მეტრის უკან პირველად ცხოვრებაში ტროსი გამიწყდა მისი ცეპლენის. ვაფშე ვერც მივხვდი რა მოხდა. გადმოვედი, თვალები ამიცრებიან და ვერ როჭირს. ხო მერტო მაღალო პაცები დავიწყე და პოიზდავდე სტატუსი რა ჯგუფები ხო გვაქვს და მეთქი მიშვედი ვიღაცამ გაიგა ჩაჭლიტე ძმა თუ ფიქრობ რა გაიგა რა არის ვაფშე ფიქრობ რა გაიგა ანუ იასნი არის გიდევს შენი იმენ არა ეხა ყველაფერი მიდეს ტროსის ზაპასკა გავაკეთებინე ახალი ხოჩაოს ანუ მინიმალურ დონეზე ვიცი აი ეგეთი რაღაცეები აი ხა უკვე ვიცი ტროსი შეცვლა რაღაცეების რამე სერიოზული რომ მოხდეს ჯვარი მეწეროს ну ღმერთის და უფლის ანაბარავა რა ეგ პუნქტი არის რა ну მე ზრავს არ ვერ დავშლი რა დალშე ზრავს სადა აქ არ ვიცი არა დაშლი ვერ ახლები ხდები რომ ზედვზი ვარ სადღაც იქ არის ქვემოთ მაგრამ არა კაია რო იცი მეც უნდა დავამუღამო ყველასთან რაც არ მიყვარს ხოლმე რომ მივდივარ და აი ჯიგარო ერთი კვირა მინდა და მე და რაღაც და აი ყველაფერზე მეზარება ხოლმე და შენ რა ხალხში დადიხარ მე ეგრევე ვაყომარებ ხოლმე მე სულ ჩემები მყავს იქ რაღაც იქ მივიდა სკაპა მოწკიპა რაღაც გაგაც რომ кай ხალხს მე არა ეხა ცოტა სხვა არ გალოდინებენ როცა დავიწყე თავიდან მაშინ ცა პრობლემა იყო მაგის რა მაშინ იყო კი ბაზარი მე რო შევყევით იმას რომ ერთო მე ცოტა ლუც ვიყიდით ხოლმე მივაყენებდით ჩემთან თან დალევ და თან აკეთებ იმდენად კაი პროცესია ბიჭო მეც უნდა დავამუღამ ყველა პონჩი უნდა დავამუღამ მაგარი პროცესია ბოლოს რომ გაიკადა მივარ და ცეცხლი მომეკიდა ბაიგზე რა აუ რა გადაობა ერთხელ მოუკვდა ეგ არის 40-ზე გავუწევ ბიჭო ბაიგი დავქოქე რა და თან ვატრიალებ რა ჩემთან რა ბაიგია ადრე მყავდა პირველი ბაიგი კატანა ცეცხლი რომ მოეკიდა არ გაიკვირდა ინტანა ერთი წავი რა კატანა სუზუკი კატანა რა ის რო იყო სპორტია კი არა სტრიტია ადვენჩერში გადიოდა ეგ რა სპორტური ჯდომი როგორი აქვს სტრიტის თუ ჩოპერული ბიჭო ბუსას ჯდომი აქვს დაახლოებით აი ბუსა всё გასა ნუ მაინც უფრო სტრიტში გადის რა ხო აი ის არის დიდი ბაიკია რა გამდე 1000-იანი იყო ხო არა იხსოს მარტო ეგ ვიცი ვატრიალე დირექტორს დავაკეთე და დედა ჩემი მე ძახის რომ რაღაც ბოლი გასდის რა ბიჭო ცეცხლი დიდია ხო ის ამოვარდა ეს არის ბიჭო რაღაცა ძალიან სიცხე იყო ორი პროვოდი გაკექილი იყო რაღაც მიედო ერთმანეს რაღაც და მე თელ ეს შეკრა იმას გაეკიდა მე და ცოტნე ვიდექი და ესე ვაბავდით აუ არა ამას რა ავდივარ რომ ის რა ქვია სამსახურიდან ავდივარ ამასთან და ბაიკი მყავს გაფუჭებული მე მგონი დამირეკე რომ ამოდიო თუ რაღაცაო და ავდივარ ბიჭო და გარეთ საფთან არაყენია ბაიკი შევედი სახში უყენია ბაიკი და ბოლი დგას სახში ყავდა შეყვანილი ბაიკი და ზის და ეს პროვოდები არის გადმოყრილი და ბიჭო თითქმის ყველა დავაერთეო და აქედან ორი დარჩა ზედმეტი და აქედან ერთიაო რაღაც არასრულად ხედია აი მაგის მეშინია რაღაც ხო ნაწილი არ დამჭერს ეს ხაზი არის მაგაროს ბაიკებს ახს და რაღაცა ანუ ყველაფერი ინთება ხსნე პრიბორებს ხსნის რაღაცა ვაჭერ არ იქოქება რა ამა რაღაცაზე მიერთო და მივაჭირო და მე ცოტნე აა ბიჭო ერთ იქნება დამიწება თქო აა კაი ბიჭო არას მენაც ვეჩ ვინც ბაიკერი ხართ ხო არასოდეს არ მომბაძოთ მე ანუ არას ვითარში ყველა გაერკვიეთ ტრანსპორტში შენ ტურებში რო დადიხარ ანუ აი ხა მივდივარ ზეგდილით ვიცი ხო ზეგდილით მაქვს სტარტი არა მარტო დავდივარ ეხა უკვე მეორე სეზონი მარტო მივდივარ წინას მარტო ადრე მოიწერე 2017 რაც ვლაპარაკობთ მაშინ ორი მოტოტი ვიყავით სამი კაცი შარშან ვიყავი პირველი სოლო რაიდი მქონდა 10000 კილომეტრი და ეხაც დაახლოებით 10-11000 კილომეტრი მაგ ზეგდილით ვიძურები ვაუ აი მაკანკალებს ისე ხო და მაგროს ძალიან საჭიროა რომ აი ტროსი რო გაგიწყდეს გაიკა ჩაჭყლიდეო რო დაგიწერე ისე ამშვები ხოლმე სადაც შევდივარ ქვეყნის ეგრევე ვნახულობ ევაკუატორს ეგრევე რა Google-ში ნომერს და რაღაცებს აკონტროლ აი ხა სვეჩი ეგრევე ევაკუატორი მზად არის და ნუ ეხა ქალაქში ბოქსი იქნება რომ გააკეთო და ისინი ვერაგი ეხა რომ მიდიხარ მესამე იასნია გაგისწორდა ბევრად უფრო ვიდრე კამანდასთან ერთად მოკითხვა ორივეს ძუძუებში გენაცვალეთ მაგრამ ეს რაც იყო მარტო რაიდი ეგეთი გამოცდილება ვერაგის მაგრამ აპასნის არის ყველაფერი მთელი მუღამიც ეგ არის აპასნი მთელი მუღამიც ეგაა რომ ხან დათვის ბუნაკში მეძინა ხან სად მეძინა სვეჩი არ ვღადავ იმენა დათვის ბუნაკში მეძინა და არ ვიცოდი პატრულმა გადამაჩინა გენაცვალე ველოსიპედით დადიოდა ჯუმბერის აი ხა კაკრას ჩემი პოდკასტი ჩავწერეთ მეგობრებო იქიდან მოვდივარ აქ და ბატონი ჯუმბერი ვახსენეთ და დიდი ადამიანი დიდი მოგზაური და იკონა და ასე შემდეგ გოლიათი ნამდვილად მეც ვიზავ მას ან მაგარი ზერსკია გეგმა აუცილებლად არის გეგმა რომ ერთი 4-5 წელიწადში ბიჭო შენ ცოტა მალე დაიწყე რა მე მაგალითად ფიქრობდი რომ 50-ის რო გავხდები მეთქი
ეგრე მიწევს ვერი ეგრე მიწევს მოვიკიდებ მეთქი გუდანაბას ესვე წამსვლელი ვარ არ უღადაობ ანუ ეხლა შეიძლება მივიდიოდებ სიტყვაზე სოფლიოს ტურში მაგრამ სოფლიოს ტურში კი სკანდინავიაში მქონდა გეგმა რა ეს ზაფხული იყო ეგეთი რომ კუნძული სუმორი ქვია 91 დღე მზე არ ჩადის რა და კაროჩე ერთი თვე მჭირდებოდა ანუ 10 დღე იქამდე 10 დღე გამეტარებინა 10 დღე უკან და სახში რო ვთქვი რამდენი ხნით ვიდიხარ შემოსულმა და მოთხარი ერთი თვე თქო რა ნუ ვერ აგიხსენთ რა სახე იყო ის მე ავიცი რამდენი ფილმი არ მინახავს რამდენი დენიროს გამოხედვა არ მინახავს მაგრამ ვერ აჟღერე მე თქვი ეხავე ჩაკორექტირდება მარშრუტი მე ვთხარი ორი კვირა რო იყოს აი ორი კვირა თუ გინდა წერა ერთი თვე ბავშვს მიტოვებ ერთი თვე მაგრამ აი მე ვთხარი რაღაცას მე ორი კვირა ჩამოვიყვანე თორე გეგმა იყო ეგეთი მაგრამ აუცილებლად აი უკვე დამის იმას აქ რო იქნება რომ სიტყვაზე 4 თვე კაგანჩას მარიამა ჩაუფრინდება ხოლმე რაღაცას ვიზავ მაგრამ დედამიწას წრე არ დავარტყა ეს გეშტალდი დახურული არ იქნება ეგ არის ბოლო მისია რა მოტოთი რა უნდა გავაკეთო დედამიწას წრე დავარტყა 4 თვე მჭირდება დათვლილი მაქვს ყველაფერი რა როგორ 4 თვე ეხა არ მაქვს ბავშვი თავისას ისეთ ქვეყნებში ძალიან აპასნია რა რაღაცა და სხვა ტრანსპორტი მინდა ანუ ამითი ვერ წავალ შანსია ჩოპერით ვერ წავალ და ის BMW-ს ის უნდა დაითრიო რა ხო რაღაც ადვენჩერი გინდა რა მე ხო ვეჭვერ იმიტომ რომ ეხა ამით ცუდ გზაზე გაიგიხდება რა მაგრავით ანჯები რა ამ საბურავით და ამის იმის 350 კილოა დაახლოებით რა ანუ ბარგი გაძეძგილი ყველაფერი ეს ჩოპერები კიდე რა ამასოთ პატარა ძრავი აქვს უფრო დიდიანები რომ ყავდა ასწორებდა დიდიანები გვარია ეგეთი დიდიანი მეგრელები არიან ხო და პონტი რა არის რომ გზიდან აი ოდნავ მოხრეშილზე კაია უხდება ეგ უხდება ახალი სოფტია კაი 16 გაფუჭდა გახდა 14 ეგეთია ხო და ცუდ გზაზე რომ გადადიხარ კარჩი აი ტყეღრეში მინდორში ავალ მაგრამ ყოფილა რომ ჩარჩენილ ვარ რა და მან ხვდები რომ ბიჭო ტრაკი დააყენე რა სხვა ტრანსპორტია საჭირო ხო და ეგ არის BMW-ს აი ეგ მინდა აუცილებლად უნდა დავიცი ყველაზე კლასნი ტიპები ვაფშე რაც შეიძლება კიდე BMW-ს გარდა რამდენიმე ბრენდი არის ხო მე პროსტა ლამაზებია მე კარგად ვერ ვიყევი ახლა ბაიკებში მაგრამ აი რო შეხედავ ლამაზებია და ძალიან კომფორტულებია ამბობენ ტრაკი არ დამიდია არასოდეს მაგრამ ესე ამბობენ BMW არა BMW-ზე მახსოვს რა აღარ გამახსენოთ შენს რა არა შენ არ ყავდა ბიჭო ეგეც ხო ძველი იყო 2006-იანი თუ რაღაც. ხო, ცოტა ძველი ის იყო, პროსტა. სტრიტი იყო რა, ძალიან საყვარელი სტრიტი იყო, მაგრამ ნუ არაფერ შუაში BMW-ს მაგარი ადვენჩერი. ხო, აქვე ის შემოწმება ევაკუატორების გარდა, ეხლა საქართველოს გამოცდილებით იმის მოგიწევს ეს რა ქვია გულშიტელების კანონი როგორ არის სხვადასხვა ზავადსკოი მაგადა პატრულთან მივედი ერთი 20 ჯერ. ჩოპერებს ზავადსკოი აქვს გიორგი არ გააჩერა. არა, მართლა ზავადსკოი კი არის ფრანჩები ხომ ნახავ წაზე. ერთ 20 პატრულთან მივედი სპეციალურად ეგრევე, ხო იცი და просто რომ გახარ გვერდზე რა და რო გაინტერესებს ამას და არა ეგრეც არ გადამიჯვია თავზე მაგრამ ხო ხდები просто გვერდზე გავჩერდი და მე ვთქი აბა მითხარი რამე გთხოვ რომ ვიცოდე რა ტურნე მელოდება წინ ბათუმამდე რო წამართვან ხო გავგიჟდი არაფერი ანუ მე გავარკვიე რომ მე არ მეხება რა შენ ვისაც ჩოპერებს არ აქვს პრობლემა არ ქონდა კარგად ხო 20 მე რო უმეპოვნა просто რო არის მით ვაიმესა დავაცილე მონდი ერთი ზარზე დამირტყი რა შენი ჭირია რა რა ხდება? ზარზე რამე განსაკუთრებული מחარა უნდა შემოდიოდეს და კვერცხობას აკეთებს. აკვი მარის მოკითხვა, იმიტომ რომ შეიძლება არ იცი, მაგრამ მე და მარი ვიყავით ბავშვობაში. კი, როგორ არ ვიცი? კი, კაცო, რა ლოთიც ხარ ბავშვობიდან ეგეთი ყველაფერი, კი ბატონო, კი. მოკითხვა, მარი, მოკითხვა თუ გიყურებ კიდე. ნამუ გადავეცი მეც ამ. ხო, ჩაკედან იქიდან. დაუ, არა, ბევრი საყვარელი ისტორია შევლოთობაზე მოსმენია. კი ბატონო. ანუ რაღაცები ის ჩემს შესახებ, რაც კი ბატონო, რაც არის მოსაყოლად ბავშვობაში ეგეთი ლოცი არ უნდა იყო, ესეთი ისტორიები ვიცი. მარი, მადლობა, მარი. მადლობა, გაიხარე. ძალიან გამიხარდა, რომ ეგ მოუღები გიორგის ყველა ჩემი ლოთობის. კი ბატონო, ნამდვილად დაფქვა. არა, როგორ გეკადრება. აი, რა ბავშვობა ეგ იყო ახლა 19 20 წელი, ხო? 20. ეგეც არის. მამეთ რა გაის ბავშვობა. მაგასაკში უკვე. არა, ვიცი, მაგასაკიდან დავწერე. მაგასაკიდან შრომობ იმისთვის, რომ ვიყო წარმატებული ლოთი. პოდკასტის სამყარო. კი ბატონო, კი. სანამ ეს პოდკასტი დაიწყებოდა, ეს ჩოვაკი ემობდა, რომ ბიჭო, მთვრალი პოდკასტი მინდა რომ დავიწყო რა. აი, იმენა დაგაკოდა, ხო? ზედა ერთ თვეში. ბიჭო, ეს გაიჩითა და რა თუ არა ეს. ყველას ესე გაგიბარებთ. თქვენი სიყვარული ესე დაემთხვეს თქვენ შრომას. აი, ამაზე კაი სინთეზი მე მგონი მართლა არ არის. ო, ეს არა, ვაკი ბიჭო, დატრიალება მინდოდა ამის თო. ხო, ხო. ის მე შეიძლება დატრიალება. ჯობა გაგიტანა კიდე იმით რა. იმედია ჩემზე არ საუბრობს. დატრიალება გვინდოდა ამის იმით. აუ მანკი შოლდერის სვავთ ან არ უნდა მეთქვა ჩემი საყვარელი ვისკია ყველაზე დესკი არა ნუ გამიჩალიჭ სახლამდე მისვლან ყველაზე დესკი შენ როგორ ახარ დალევაში
ყურე აი მანკი კაკრას ძალიან მიყვარს და 1000-ში ერთხელ აი მონტაჟის დროს რაღაცის დროს საღამოს რა გაჩილვის დროს შეიძლება ერთი 100 გრამი მოუწრუპო ხოლმე. ისე მე ვაფშე არ ვსვამ. და აი ეს ერთი ჭიქაც ალბათ ბოლოს დავლიე ერთი 5 თვის წინ რა. აი დაახლოებით ეგეთი ინტერვალები მაქვს. საერთოდ ვერ ვიტან სასმელს რა. თრობის პონტი ხო ვაფშე ვიცი ესე ვარ. ერთში 1000 ჯერ ვსვამ პროსტა მე. დაახლოებით პროსტა სხვა ფარდობითობაა, თორე იგივე არის, ბაზარი არა. ცოტა შემოტრიალე. ვერ აი რაღაც ორგანულად ვერც ერთი ოჯახის წევრი რა, ანუ აი მამის მოყოლებული მამის მხრიდან, დედის მხრიდან არა, მამის მხრიდან დედის მხრიდან გერაცოლი. ვერ იტანე სასმელს ვაფშე. ან ეგრევე გულისრევები, ეგრევე სულად გახტომები. მეც აი მივხვდი რაღაც ეგრევე აი ვაფშე ვერ ვიტანთ. ამიტომ მე ვიცი რაღაცა თორსა. ეგრო დაამუღამო მაგრამ წევა დერსკა შორიდან წევა არა. დავიდოვებ სამარილაზე და გასწორდება ეგ პონტი არის. ჩემი არის ჭამა, მე ძალიან მიყვარს ჭამა, ესეც უბედურება არის. ხო და ჭამა თუ გიყვარს, ეგრე ჭამეში გელოდებით მერე, როცა ტურს მორჩები და ეს იქიდევს 5, ვინც ვერ მიხვდი ხა, თუ სიტყვას ვერ მიხვდი, იქიდევს 5 აწერია ჭამიან ჭამე. რას ნიშნავს ჭამიან? ჭამიანა ჭამე. განაცემა კითხავს დაასკვენით რომ დერსკად ვიცი. ჭამიანა ჭამე. ეგ რა არ ჩანდა და მაგიტო ვერ დაინახა. სათვალე. ხო, ხო. თორე ბიჭო, განაცემა გოქ სამარილეზე ჭამიანა ჭამე, სადაც ვეჯიბრებით ერთმანეთს. ეს არხის ახალ სამარი, ხო. ეს მე არ შენ მოყვანილია ხო? მე მაპატიეთ. სამარილე ქვია არა. მაპატიეთ, ეხლა ვსწავლობ. სამარილე ქვია ამარ. ხო. რატო ქვია სამარილე? იმიტომ რომ მარილი უხდება ზოგადად ყველაფერს. ძალიან მაინტერესებდა რა თესლობა სიტყოდა და ძალიან თესლი ფრაზა იყო სოციალიზმი. დროს გაძლო უფრო თესლი რამე მოიფიქრე სამარილეს. აი, მაცადე ეს მოიფიქრე. იმიტომ რომ მარილი ყველაფერს ძალიან ხდება. და ანუ იქ რა ხდება? იქ ჭამა არის. ჭამა არის იქ? ჭამა არის და ფულის მოგება. იქრატო არ დამიზახე, აქ რო დამიზახე. ფულის მოგება, თავარია. ჯერ აქ უნდა გამოვცადოთ ადამიანები. всё, კარგად თუ მოიქცევ, ესე იგი ფულსაც მომაგები. რა საქმე რა თქო ხოლმე? ბიჭო, არა, დროზე არის უფრო ჭამა რა, თორე შეიძლება კვერცხობაც შეხვდეს, მაგრამ უფრო დროზე მაჭამეთში, მიდა ჭამაში თუ ფულს იხდია, მაგაზადერსკი პროფესია რა უნდა იყოს. ხო, ნუ არის პონტი რო რაღაც დებილობა ჭამა, მაგრამ კაი რაღაცები არის. დალევაში რო ფულს იხდიან. აჰა. ეგრე აგიხდეს ყველაფერი რა გინდაოდა. კირჩხიბი ხარ ხო ჯიგარო? რა იცი შე რა იცი მე მავიწმული ხოლმე და შეგწო არა მეც კირჩხიბი ვარ. როდის გაკ? 3 დღის მერე. დაჟეში მინერები იცის ნა რო დავიბადე როგორ ვიყავ იცი? აი ესე თქვევა ამას აკოდება. რა წიგრია მითხარი? დაბადების თარიღის მიხედვით 365 მიზეზი რატომ უნდა დალიო? და წინაზე გადავაგდეთ. რა ლოთებში ვზივა, რა ლიტერატურას კითხულობენ აზე ხარ? წინაზე თუ წინის წინა გადაცემაზე გადავაგდეთ, იმიტომ რომ მაგარი ეწერა რაღაც ერთი რა არ მოგვეწონა. კირჩხიბზე არა მე კონკრეტულად. არა, კირჩხიბზე არა, просто რა დღესაც გაქვს დაბადების დღე, იმაზე ვამოღავთ, რატო უნდა დალიო იმ დღეს რა. აი მაგალითად, ჩემ დაბადების დღეზე. პრემიების დღე ხორვატიაში და შეგვიძლია აღნიშნოთ ხოლმე რა. ვინაცვალე, ხო, მთელი ხორვატია აღნიშნავს. 26 ივნისს რა ხდება? 26 ივნისს ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. რა სიზახი, ძალიან სასიამოვნოა ყველაფერი. მე გაფუილო, ძალიან კაი მიზეზია დასალე. მე მთელი ცხოვრება ვანადგურებ ნარკოტიკებს. ვებსი, აი არ თავდება. არა, რა. დამთავრდა, დამპარი. 7 დღეს რა არის? 7 აგვისტო. 7 აგვისტოა ხო? ხა, პარიგმახერების დღე ყოფილა. არ გამო ჭიქააცი. არა, თქვენ რატო სვამთ ვერ ხვდები, მაგრამ მე განსაკუთრებით მადლობა რომ ოდესღაც ზრუნავდით ჩემზე. და აწი აღარ დამჭირდებთ არასოდეს. რო ბავშვობაში ზრუნავდით. ბავშვობა ძალიან ღრმა ბავშვობაშია. მოკითხვა. ჩვენ თმის გადანერგვის ძალიან ვიცი. მე არ ვაპირებ ცოტა. შენ რას ერჩვევი? არა, მეც მაგას ვამბობ, მაგრამ კიდია მე. ხო, მეც კარგად შეთხელებული ხარ. კი, შენ ჩემზე უარესად ხარ. არა, ჩემზე კარგად ხარ. მე ნახე ეს მაგას. მეც მოვალ. შენ ჩემზე დიდი ხარ 5 წლით. მართლა? ხო. შენ მოგიწევ შემიწევ. რა ცხოვრებითი ყველაფერი ის. ბიჭო, რატო იცი ცოტა მაშინ? ხო, რაღაცა მეც გუშინ პანდიაში რატო შეხვედი ზადნით ეხა რო ვიწყე? ის იყო რა ქვია. ეს რო სერიალში თამაშობდა, მეც პატარა ვიყავი მახსოვს. ეგრე ხო მან ბლა დაუბერდი. მაგრამ 5 წლით რატო წეხან მომწერეს უბრალოდ ამის დაბადების დღეს და წელიც და მაგიტო ვიცი. დედა ვისწერ, შემთხვევას გამისე. დედა ბავშვობის სურათები ეკრანზე. ესეთი იყო ჩაფსული. ა ჩემზე დიდი რო იყო ვიცოდი, მაგრამ ეგრე ზუსტად არ ვიცოდი. ხო? შენზე დიდი ხო? ხო, რვიანი. ხო, ჩვენ ტოლები ვართ. 5 წელიწადში მე გზეთა ეგრე ვიქნები ალბათ. სადაც ხო არა 5 წლის წინ ალბათ მეც. ჩვენთან იყო რაღაც ერთ-ერთი თმის განანებრის კომპანია მოსული ოქტოპუსზე რა. ხო. რო სლაჩრე.
და იყო მოსული იყო. თმის გამოსგავანი არა იყო რა. რომ რაღაც რეკლამის გაკეთებაზე იმაზე რაღაც და ცოტა იმაზეც დაიბაზროს ახლა იასნია. აბა მელოდე ვინ არის, ვის მკორნალობა ჭირდება რაღაც. თო ვერ ხედავდნენ. ხო რა. ვერ ხედავდნენ. ჩემზე დღეს რომ რაღაცა პაცამ მკორნალობა უნდა, 1-2 წვეთიო და უკვე მე გამოურვე. გაგენ მაშინ ეგ. არა, მაგრამ კიდე ეს მაგრამ ახატია ბიჭო. ბიჭო, ძალიან კარგად გზნობ თავს. მე ძალიან მიყვარს გადაპარსული როცა. კაი ძალიან მიყვარს. პროსტა ნერვოს მის ეს რო დარჩა. ანუ ეს მუც გაქრეს ბარემ რა, ანუ გატლიფინდეს რა. ეხა მაგ ძალიან დიდი თმა. აი ეს ეცლის დაზარდია. ეს არის? არა, შენ ეს ასწორებს რომ აი ეს მაინც გაკეთე. მე იმინა აი მწერია რა. მე რა. მაგარი კაცი. ვინც რა იფიქრეთ ჯოჯოხეთში მოხდები. მე მაგარ კაცად ვკითხულობ თორე ეგ ბილწები ხარ ყველა. რა ვიცი აბა. ხო და მეც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არა. ესე რომ მქონდეს ხმას არ ამოვიღებდი. აუ, ამის უკანა ხედი არის, ჩემი საყვარელი ის. ამის უკანა ეს ამოჭერით და ცალკე გაურილსეთ, რომ ამის უკანა ხედი და ეს გარილსეთ აუცილებლად. მოგითხარი მოაბაზრებ ხალხში. მე არ ვალ ცოტნეს უკანა ხარზე გაკოცა ეგ. ამის უკანა ხედი? ჩემი ცოტნე არის, ჩემი ცოტნე ხედი არის საოცრებად, რა ვიცი. ის რა ქვია? რა ქვია? იცით, ერთი თემა მქონდა მე რაღაც ადრე ნანახი. აბა ყველაზე ძვირიანი ავარია რა მომხდარა, იცით? აი სადაც ძვირიანი საქართველოში სოფლის მასშტაბით თითოეულ მე შენ გადასვლები ვერ გასწავლე რა. ავარია. როგორ განვიხილოთ? მანქანების შეტაკებას. ავარია როგორ მოხდა? რომელი ძვირიანი ავარია? სხვათა შორის ურანი მოიპოვება ძალიან მარტივად. გაგვიყურებს იქიდან და ეს როგორ დავამონტაჟო? მეკითხებ თვალებით მეკითხება. შეკითხვა კარგი შეკითხვაა. ყველა ძვირიანი ავარია მანქანა იგულისხმება თუ რა? არა, ყველა ძვირიანი მე ვიცი. ერთ მანქანას გადაქონდა. აი თუ არა ხარ, ეხა წეგან არ მოეწონა, როგორ თქვი, ყველაზე ძვირიანი მე ვიცი, ეხა და საყვარლად უთხრაზე ხარ. სადაზღვევ კომპანიის გამოქვეყნებული არის რა. რომელი იყო მახსოვს? რომელი? შეიძლება არ მახსოვს. ტაქსიში როა ფილმში. პოლიციელები ერთმანეთს ასხდებენ, ხო იცი გამახსე და რაღაცა ეგეთი ნაყოფილიყო ალბათ. აი მოდი ვთქვა $100,000. 100 მეტიანი იქნება. ყველაზე ძვირი $100,000 ზოგიერთი მანქანა ღირს პროსტა. აი ვატრაკებ, მოიცა გაუქვე არ მოვიდა. მართალი ხარ, მანქანის ფასი ხوار დავი კონკრეტებია. 10 მილიონი. 10 მილიონი. არ არის სწორი ძალიან კაი. ნუ კაი, ჩემი 10 იყო, შენ რამდენია? ბიჭო, მე მგონია სადღაც 3 მილიონის ფარგლებში, მაგრამ მე მგონი თუ სწორად მახსოვს მაგავარიაზე რაღაც გამიგია, რომ მანქანით მიქონდა ტიპს ნავი. და იმას დაეჯახა სხვა მანქანა. თან დაეჯახა ფერარი თუ რაღაც. არასწორია. მაგრამ ეგეც მომხდარა. ვაფშე საიტია, ეგ სხვა საიტია ვაფშე. და მე ესენი გავიდნენ ბენწლების საწყობს დაეცა საყოების საწყობი თუ რა რა. შევარდა იმით, ჟიგულით ვიღაცა შეიძლება ეგეთი რომ. არა, იაპონიაში იყო, იტეხში 14 მანქანა დაიმტრა. მათ შორის იყო 9 ფერარი. 3 Mercedes-Benz, 1 Lamborghini, 1 Nissan Skyline და 1 Toyota Prius. და ისესი ნეტა იყოს Toyota Prius. დეცი იქნება. ეს სასტავი ის კუჩის ავტომობილები რაღაც აი გონკაავდნენ რა, გადავდნენ მაგაზე. Prius როგორ მოხდა? Prius-ი პროსტა გაიხვა. სხვა დანარჩენი ყველა ამათან იყო. და ეს Prius-ი პროსტა გაიხვა. Prius ჩაუარე, Prius-ს მოუდა. წარმოიდგინე რა შოქში იქნებოდა ბიჭო, გაიჟდებოდა. ძალიან გამისტორდა ეგ რო წავიკითხე რომ Prius-ი რო გაერია 1.14-დან სადღაც იამაყებდა რომ გადმოვიდოდა. ხო ის ამ ძღოლებთან ერთად რომ ამას აკეთებდა რა, ალბათ გაუსწორდა. მე და მეჯები მივდივარ. აუ, Prius-ს რო დაირი. და ის იყო. 15 მანქანა დაიმტრა ჯამში. 140-ით მიდიოდნენ დაახლოებით, მაგის სიჩქარეზე მოხდა და 4 მილიონი დაჯდა სადაზღვევისთვის ამ ყველაფერს ანაზღაურება რა. ეთყობა, არ ვიცი ვისი ბრალიც იყო, იმას ხონდა დაზღვევა. სამი წაიღო Prius-ი ამ Ferrari-ის პატრონებს და იმ Prius-ის პატრონებს რომ ერთ კომპანიაში მოყვა, ერთ კომპანიაში მოყვა პროსტა, გეხოცა ჩემის გააკეთებინა თუ და კაი ჯანდაბასო. ერთ კომპანიაში რომ აქვს დაზღვევა და ესენი რომ მიდიან და ისე $5,000. მაგ Prius-ის პირველ რაღაცას ჰქონდათ მარტო რუჩნიკი ალბათ თითოს. არა ხო ეგ. მაგრამ ეგ ავარიები ხო საქართველოში წივედა პიზდეც ხდება შეჩება რომ
არა ჩვენთანაც ბიზნესი ხდება ძალიან. არა თან სასაცილო არის ერთის ხრივ თან სატირალი შეჭმა. სატირალი უფრო სატირალი არა სოდეს დაზღვეული ცოტა. არ ქონია ავარი არ მოხსნია? ესეთი არა დიდად რა. ბიჭო მანქანის დაზღვევა არა იმდენ რომ სიცოცხლე უნდა დააზღვე. PSP დაზღვევა. ველოდებით თქვენს ძალიან ასწორებს სიცოცხლის დაზღვევა რომ დაიბრიდებით. ძალიან ასწორებს. აუ ისე გისწორდება რომ ტყუილად არ გიწვალია. ჩემი სოსო იყო დაზღვეული იქ რო იყო წასული და ხო ყველა დაზღვევა ზე გამიშვა. ხომ აკუფლება ვიცოდო? კი გასა. ჩემი დადავატირე ამ ტურნეზე ესეთი გულდაწყვეტილი არ ყოფილა არასდროს. ბიჭო გვიან დავიწყე ჩალიჩი, მაგას ვაღიარებ, ანუ სერიალის გადამკიდე რაღაცა. ერთი თვით ადრე ძალიან მაგას ვიწყებ ხოლმე 4-5 თვით ადრე. კაჩი დედის ერთა სპონსორი მყავს იმას ვენაცვალე ისიც ძველი მეგობარი კომპანია ხო იცი სულ შენთან ერთად რო არის რა ვაფშე ის სტილისტიკურად ვისთანაც ერთ-ერთი აკოდებოდა ყველა ზე გამიშვა ანუ აი იცი რა გამიწყდა ის კი არა ის გამიწყდა ზე გამიშვეს მაგრამ როგორ გამიშვეს ანუ ეს მაგას გრანდიოზული ან მეცინა მარკეტინგთან ზოგის მარკეტინგი მაგიშებს ახ ჩემი ვლოგში იქნება ესეთივე წუწუნი წასვლამდე დავდებ ანუ პონტი რა იყო იცი რომ ოფერს რო უგზავნი პრეზენტაციას რა ბოლოს მივხვდი რომ პრეზენტაციაში არ უწერა არაფერს კონკრეტულ ერთი 10 ბრენდთან გადავაგზავნე როგორი პრეზენტაცია იცი რომ შიგნით რო გახსნდნენ ეწერა აქ არაფერი არ წერია აი ეს სიტყვები ეწერა პირადად ვისაუბროთ აი ეს გადავუგზავნე რამდენიმე დღის მერე ვეკონტაქტები რომ აბა ხო არ გადახედეთ უიმე გადავხედეთ ძალიან კარგი ოფერია ძალიან მერთო როგორი აი ჩვენია მაგრამ ბიუჯეტი არ გვაქვს რო ბლადა დამპლები არის აი კაროჩ ყველა ბენზინის კომპანია ამ ეგრევე ნასკზე გამიშვა ტურნეში მივდივარ ანუ ბენზინის კომპანიება ნასკზე გამიშვა ყველა დაზღვევ ნასკზე დანარჩენი საკამათოში არის უკვე ანუ დანარჩენი საკამათოა სიტყვაზე ხაი ჩიპსი საკამათო თემაა და ლუდი ხო ხდები ანუ ეგ უკვე მართლა ის პონტია ვინ მოარგებს ვინ არ მოარგებს ხო რა ბადლობა ძალიან დიდი ჩიპსი მიჭირს ძალიან და გზაში არ შოვება და ხო და აი წელს ეგ მაქვს რომ ერთი სპონსორი მყავს და დანარჩენი ჩემი ჯიბიდან დავდე მაგრამ იმდენად ანთებული ვარ რომ შანსი არა. პროსტა მაგრა ინანებ ყველა 3 საოცარი ეპიზოდი იქნება სექტემბერში, აგერ თქვენ აგერ. შორის ჩიპს გატანთ აგერ საჩუქრა. მესი მათ მოტოზე ისე კარგად მაგრდება ეს ჩანთა. დიდი მადლობა. აი ამ ჩიპს წავიღებ მაშინიდან. არა, ეს მართლა შენ საჩუქარი, ეს არის ლუდისას და ბავარიას მე ჩაგიწყობთ ვაცივებ და მოტოში ადგილი არ მაქვს, პირდაპირ გეუბნებით, მადლობა ვთქვი და აქვე დარჩება ესე შეჭა. არა, გამოგზავნე. მოტოში ხო არის გამოგზავნე, მაშინ მისამართი გეტყვი. რას ლაპარაკობ? ხო და ეს კრებული გამოყვები და всё, ბაზარი არა. ეს მოტოციკლებზე ის გაქვს დამაგრებული. გიორგი, 2 კილის ჩასადები? ქონდა და მომიტყდა ერთი კვირის ძალიან დებილობა. მე მაგ ძალიან კვერცხობა, ანუ ვერ ვიხმარე რა. მე მაგ გასწორება რომ დავიწყე ხელში, შემჩა და გადავაგდე. $20 იყო Amazon-ზე ნაკიდი. ცოტნეს რაღაცის თქმა უნდა და ფიქრობს ახლა ფორმულირებას, აბა. მე მიკვირს რომ გუნდიშას ხელფას უხდიან ამ არხზე, იმიტომ რომ არასდროს არ მასწის ხოლმე რომ რეკლამა ვთქვა. ჩვენი წარდგენი ლუდის ავახსენო და ჩვენი მე ენთუზიაზმზე ვარ უკვე გადასული. მე ჩიპს შემოწყვეტინა, ახლა ხომ მოვდი და ახლა შემოწყვეტინა, ანუ სპონსორებო, ესეთი სპეციფიკა არის, ფიქრობთ რომ რამე ის არის, ხო ხდება. მალა მეგობრებო, ლუდისას ხო რომ მოაკლოთ გუნდიშას ხელფასი გადმომირიცხოთ მე იმიტომ რომ გადაახვიეთ ყველა გადაცემა და არც ერთხელ არ უთქვამს არც ერთი სპონსორის მე თანახმოვარ არც ერთხელ არ გამოუცხადებია ჩემი ცოტნე გადაიხდის დალევისას თუ მე რა მნიშვნელობა თანახმოვარ ამას ჩავირიცხეთ ყველა უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს წარდგენს ლუდისას და ჩვენ მეგობარ ლუდ ბავარიას რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება მართლა ბიჭო? 300 წელი? 300 წელი ჰოლანდიური რო იყო ეგ მაინც რო იცი არა არ ვიცოდი სვეტში და 300 წელი რამდენი შვილს როგორ უნდა უბურღო ტვინიაზე ხარ სხვა არაფერი არ გააკეთოს ჩემი და რო ხარშავ დესკი ლუდი გაგ და შვილს უნდა აიტიშნიკოვი ეუნები არა გააჯა აი ეს აიტიშნიკოვა ხარშე ლუდი და გამოგდი 300 წელი ხარშავ ლუდს მალადეც კიდე 300 ისე გეხარშოთ ჩემი აზრით საგვარეულო ისიც არის რა მანდ რა აი გოჩოლეიშვილებს რომ მიაწვეს ვინმე მაგალითად აი ამა რო გახსნას ახლა რამე ლუცახარშიან რაღაც აი უეჭველი გააგრძელებენ აი არ არსებობს გადამხვევი არავინ არ არის არ არსებობს გოჩოლეიშვილი აი ჩემი შვილიც რო გააკეთებს იმის შვილს რა შეიძლება ეგეთი ვინ გააგრძელებს შეჭებოდა მე ლუცახარში გავხსნა ძალღა მეყოლება შვილები ჩალპები შიგნით ლუჩი ჩალპები მე ძალიან იმოშვები რა ქვია რამ ხელა შენ შვილი 2 ნახევრის ჯერ პატარა გოგო თუ ბიჭია ბიჭია
ტერორისტი, ანუ შანსი ხარ. წარმოუდგენელი. ჩემი 7-ის არის და აქედან ძალიან ვასწავლი იმას რა. შვიდი უკვე კარგი ასაკია, გიჯერებს ესე. მოტოციკლეტი, თავისი ჩაფხუტები აქვს უკვე რაღაც ძალიან ვასწავლი. მე ჯერ ანიმეს ვაწვეთებ ხანდახან ხოლმე. მე ჯერ მოტოს რო უყურებს ვერ ხვდება რა არის. ანიმეს ვაწვეთებ ხოლმე ხანდახან ნარუტოს ჩავრთავ, ხანდახან ანიმეს ჩავრთავ. ხმის ეშინოდა თავიდან, ხო იცი რომ დაკოქავდი და პანიკა ქონდა რა. აი ხმაური და ეს და ეხა ის არის რა, ვერ გახვალ მაგის გარეშე. მოტოციკლს რო ქოქავ, ჩაფხუტით გამორბის ხოლმე რო. აუ მოვიდეს ეგასაკი რო ეს ჩავწოც მომიტანს მოტოსთან და ვიჭო ხო ამას ის მაგარი ის რეკაშეტი არის არაფერს არ ეშინია მოტო ვანახე დავქოქე ფეხებზე კიდია ვაფშე ანუ აი სუ ფეხებზე კიდია ჯერ მაგრამ იმედია რომ გაიზრდება 25 წლამდე ჩემ ფეხებს დავსვავ რამე ტრანსპორტზე ორბორბლიანზე მაგარი სანერვიულო ყოფილა ბიჭო ამ პრიზმიდან რო უყურებ ეხა მესვი მშობლების ხო ხდები აი რო წარმოვიდგე 18 წელს ასაკში შემოვიდეს მოტო მინდაო რა მოტო გინდა ვეთქვი ვა მე სხვანაირად ვფიქრობ არა არ მაგრამ ეშინია მე პირიქით ვფიქრობ რომ ჯობია რომ მე ვასწავლო მეთქი ყველაფერი. სწავლება კი ასწავლე, მე რა ხდება თავარი. ბიჭო, აი, ხო და ნახე, უფრო ვინერვიულებ, რომ რაღაც დამალული იყოს ან თავისით მოიმოს. დაუბრიდო რა დამალული, ჩემი სადაც ვნახავ იქ დაიბრიდე. ჯობია რომ შენ თვითონ აი, მამა ვარ ხვდებით, ხო? ვაფშე პანიკა. ვაფშე, რო გამეპაროს მოტოციკლად, მე დავეწევი და ბიჭო, აი, ვაიმე. მაგიტო ჯობია რომ შენ თვითონ იმდენად თავისუფლად იყო და შენ ყველა პონჩი ვერ გადარჩება, ხო? ოჯახში მოტოს ძალიან დიდი ისაა, რა ადგილი მართლა, ჩემთვის მოტოციკლეტი იმდენად მნიშვნელოვანი ტიპია. ოჯახის ამბავში რა რომ ჩვეულებრივი წევრი არის შესაბამისად ქვია ჩემთან კი ჩემსაც გამარჯობა შენი აი ესე ყველას თავის სახელი ერქვა ანუ პონტი ისაა რომ ადრე თუ გვიან ამ ტრანსპორტს გააზრებულად შეხედავს ალბათ ინტერესი გაუჩნდება ალბათ რაღაცეებს აუხსნი თუ შევატყობ რომ ინტერესი აქვს ვეცდები მაქსიმალურად ჯერ დავამუღამო რა როჟა არის როგორ ატარებს თუ დავინახო რომ რეკაშეტია და არის რეკაშეტი მაგრამ ტარებაშიც რეკაშეტია გინდა ცუდი мама მეძახონ, გინდა ტირანი მეძახო, სადაც დავიჭერ დავამტრევ ხელებს, შანსი არა, ანუ ერთი მყავს, ხო ხდები, მირჩევნია ხელდამტრეულმა იაროს, ვიდრე არ მინდა ვთქვა. ძალიან აპასნი ტრანსპორტია რა და ყოველ დღე ისეთი პოსტები იდება, რომ გული მიჩერდება ძმაო. აი გული მიჩერდება ყოველ დღე. რაღაცები ხდება, ხო ბოლო. ძალიან, აი ბოლო ერთი თვე, ხა აი ვინც ამ ჯგუფებში ხართ, მეგობრებო, რაღაც რამდენიმე ჯგუფია, სადაც ყველა ბაიკერი ვართ ალბათ გაწევრიანებული და ბოლო ერთი თვის მანძილზე ისეთი რაღაცები იდება მესმის რომ უმეტესწილად შეიძლება ბაიკერის ბრალი არ იყოს მაგას მნიშვნელობა არ აქვს პოსტფაქტუმ არავინ აღარ განიხილავს რა ამბავი უკვე მომხდარია ტრაგედია მომხდარია თუ არ დავწუნდები რომ ანუ მე როგორც დავიწყე მე როგორც ვატარებდი წყნარად რაღაცები არ ექნება შანსი არა ანუ გავამწარებ უეჭველი რა ან გადაუჭრი ხოლმე რაღაცეებს შლანგებში იგნით რომ ვერ დაქოქოს რაღაცას ვიზავ კაროჩ შენ ახლა კარგად ერკვევი თან ნაწილებს დავგუგლავ მაგის დედას ვატირე ხო ხდე წიხს მივცემ ბოლო და ბოლო მოტოს და გადავარ პროსი გაგიწყდა და არ იცოდი რა გაგიწყდა სანამ ადამი იქნება დიდი მანამდე ვისწავლით შეჭ მაგჯერ პროსი იცი სადაც არის ტროს მაინც ჩაუჭრი მაგის დედას ვატირე რა ორბალში ჯოხს გახი ნახადუ ეგრე დებილი რო ხარ 100 რობის და გვერდზე რო ეწერე და უას რო ეგრე ასწავლის არ მოიგი მეგობრებო ჩვენ გვაქვს ტრადიციული რუბრიკა თამაშის და მინდა ერთი თამაში შემოგთავაზოთ მე მაქვს ტოპ 10 მომზადებული თქვენთვის ხო ჯერ შედეგი ტოპ 10 თამაში არა ზეგამდე ვარ თავს 10 თამაში უნდა ვითამაშოთ ტოპ 10 ქვეყანა სადაც ხდება ყველაზე მეტი ავარია ამ ავარიებს რატო ხართ ესე კონცენტრირებული რა მოხდა ბიჭო ეხა ბოლო დროს ძალიან ის არის რა ქვია აქტუალურია და ჩემთვის მაგალითად ძალიან ის არის რა ბიჭო ძალიან მართლა ძალიან გული მტკივა ხოლმე იმაზე რა კატასტროფა კატასტროფა იმიტომ რომ რაღაც ის არის ჩელენჯი აქვს ამ მანქანის მძღოლებს არ ვიცი კონდიშ მე უფრო მარტივად ვიტყვი ორმაგი უნდა გადაკვეთონ ზოჭი ძირითადად მანქანის ბრალია ყველაფერი ბიჭო, ანუ არ ვერ ვიტყვი მაგას, იმიტომ რომ ანუ ვიცი რომ ბაიკით ყველა ჩქარად ადის. ანუ შანსი არ არის. მოპედითაც დაჟე რიგ შემთხვევებში ჩქარად ადიან რა, ახერხებენ რა. სადაც არ არის საჭირო რომ გაიარო რაღაცა 80-90-ით. უნდა გაიარო 50-ით, არა შეუძლებელია რა ისეთი ის. უბოზეზი ხართ გახსოვდეთ რა, ჯვარი გეწეროთ რა, გეხვეწებით, ნელა. ვიღაცის დარღვევის გამო შენ არ უნდა ეწირებოდე ამას რა. რაც არ უნდა კლასნი მძღოლი იყო, შეიძლება გარშემო რაღაც მოხდეს რა. რაღაცები არ შეიძლება რა. ჯიგრულად როგორც საჭიროა ისე გაიარე 10-15 წუთის დედავატირე. მეორე აზრი არა. გაიარე ჩვეულებრივად დადექი იმ წითელზეც იმ საცობშიც პატარაზე და ვიღაცის სიცოცხლეს იხსნი მაგით დაანები ამ სიგიჟეებს და იმიტომ რომ ბიჭო მე ვიცი სუმავს უვიზახი ხოლმე რომ ბაიკით რო დადიხარ ნორმალური არ ხარ ჯერ პირდაპირ ანუ ცოტა გაგრია შენ პონჩი უბერავ რაღაც მომენტში შეიძლება
გადაგეკეტოს, ადრენალინი მოგაწვეს და უადგილო-ადგილას ძალიან ჩქარა წახვიდე, მაგრამ ეგეთ იმებს არ ვაკეთებთ ხოლმე. მაინც აქ შეიძლება სადაც დაშვებული სიჩქარეზე გადააჭარბო. შეუძლებელი რომ არ გადააჭარბო. მანქანაც აჭარბობს, ნებისმიერი მძღოლი აკეთებს მაგას ვაფშე რა და პროსტა ეს ცხოვრების წესი გაქვს, აი უკვე მანდ გერხება. აი სიგიჟე რო აი რაღაცა გადავჭრა და მოუჭრა და იმასო გადავიდე ვიღაცის გზაზე და აუხვიო ნაკლები გავიარო. ვიღაცა ბორბლიანებო ხო, შენ გამიკვირდა ძალიან მშვიდი ხარ შენ, იმიტომ რომ ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით როცა საუბრობ. ზოგადად უფრო აგრესიული ხარ. ლეწავს ხოლმე ყველაფერს. არა, აი ნახე, მე და ჩემი ძმა ვიყავით, ახლა ცოტა ხნის წინ ქუთაისში. ახლა ნახე თან ხო გისმენ და ესე ვიზავ ახლა. просто ძალიან ლუდის გემო დამიტოვა ხტები და აგერ არის თუ გინდა არაჟანი ხახვი წასინჯე არაჟანი ხახვი დავაი მაგრამ კი რა რა თავი ხო და მე და ჩემი ძმა მივიდეთ ქუთაისში ახლა რამოდენიმე დღის წინ ეს ეპიზოდი არ ვიცი როდის დაიდება მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში 2028-ში ახლა რამოდენიმე დღის წინ სტაახლოებით ხო არა წინსწრებით ვიღებთ მაინც დასვენება გვინდა ხალხს ხო რა და მივდიოდით ამდენი გზაზე ანუ არ ველოდი ნამდვილად არ ველოდი ეგზაზე და გაიმეორა არ ველოდი ნუ არ ვიცი ნუ რაღაც მოხდება მე მგონი ხო რა გემრიელია გიჟებენ თავს მე ვარ მშვიდი ხო თან კაი ეხლა გადავიდეთ თამაშზე როჭამ კი გაცო რამდენიც გინდა შებენ მიკროფონი გამოურთო რა ეს გემო თუ გაგისორდა იმას ვიზამს სხვა გემოებს ამო რა გემრიელია რა ეს არაჟანი ხალხია არაჟანი ხალხი ძალიან ბევრს მოწონს. სხვაებიც გემრიელებია რა თქმა უნდა გიორგი მოდი ეს არა მართლა მე წითელი მიყავს ყველაზე ძალიან ეს. ეს ყველაზე მეც მოწონს მაგრამ და ტატოს ევოსება ის ხო მარილიანი არაჟანი ხალხი. კაჭი გადავიფიქრე რა მომიგზავნეთ სახში. აუცილებლად ზეცოჩი გამიგზავნე. რანკაია. no problem ჩემოძმაო მაგაზე არ არის დავაი მიდი ყველაზე მეტი ავარიაო თუ რა კეგ გვაქვს საშუალო ხო ტოპათი ქვეყანა სადაც ხდება ყველაზე მეტი ავარია სოფლიოში მეგობრებო გიორგი დავლებო იმას ვისკს ხო და მე დამალევიდება ხო თუ მოუგე ვისკის ხოჭახი თუ მოუგე შენდალიე თუ წავაგე დავლევ მე იასნია ხო რა თუ მოუგე მე დავლიო თუ წააგე შენდალიო ან თუ წავაგე ორ ჩიპს ჩავიდებ ერთად მოდი მოიგე დავაი მოვიგებ უერთმე დავაი დაიწყებ დავაი გადანაწილდით რომელი ამბობთ პირველი ან 10-ვე და უნდა ჩამოვთვალოთ რომ ერთი არა ნახე რიგრიგობით ამბობთ ქვეყნებს და ვინც უფრო მეც დაასახელებს სწორ ქვეყანას ყოფაში რაც არის ის არის გამარჯვებული ამერიკა ნახე დაიწყე რომელი კიდე დაიწყე რაღაცა და ეგრევე აბადია მე ეგრევე მოიბა სხვა თამაშია მოდი ახლა შენ თქვი წალკე რომ გიორგის უთმობ არა სალკე არ ვიტყვი გიორგიმ დაიკიდა ყველაფერი ფეხებზე და ამერიკა მე მაპატიეთ და მე როგორც პატიოსანი სტუმარი არ დაგითმობდა ამერიკას მე ვიტყვი აი ესე პირველზე იქნება ალბათ ამერიკა არის პირველ ადგილას და 5 წელიწადში მოხდა თითქმის 2 მილიონი ავარია 2024 წელს 32 ადგილას არის საქართველოს მეგობრებო აქვე გეტყვით ბარემ თან გამოგიკრებთ ქვეყნებს აკაია რა ალტაში მაინც არ ვარ პირველი სლოვენია და სლოვაკეთი არის ჩვენს ზემოთ აი ხა ჩავდივარ სლოვაკეთში და იმედი არ დამეჯახე ხო და სლოვაკეთში ფრთხილად იყავი იმიტომ რომ მაინც 33 ადგილი მაინც ცოტა არ არის მე დარწმუნებული ვარ რომ მანდ იქნება კანადა კანადა არის ნამდვილად და კანადა არის მე-7 ადგილას არის კანადა საფრანგეთი ბიჭო კი ბატონო საფრანგეთი არის მე-9 ადგილას 833 ავარია ხალხო პირველად შემეშინდა მოძრაობს 56006 ავარია წელიწადში გერმანია არის მე-3 ადგილას რა თქმა უნდა წელიწადში 300,153 ავარია ვიდოს შეიძლება გერმანიაში მაგაზე თქვი გულს არა ეგენი დავარცხნილები არიან თქო იდეაში გერმანია ვიგული არ მეგონა ხო და თან გერმანიაში ხო დავარცხნილები არიან და თან ული ის არა აქვს შეზღუდვა ტრასებზე ბანგლადეში არა ესპანეთი რა თქმა უნდა ეს აი გუნდიშა მიხვდა პრინციპს რა ასე თუ ეს რა ესპანეთი არის მე-8 ადგილას 104,080 ავარია წელიწადში. დავაი, არ გავაცხელე კი არა და არ გავაციე ისა იტალია. რა თქმა უნდა. მეგონი მეც მივხვდი. იტალია არის. просто ამბობდა თუ გაგიმართლა, გაგიმართებს ეგ პრინციპია. 172,173 ავარია. რა ადგილები დარჩა გამოჩა? ჩვენ დავჭა მე-2 ადგილი გამოსაცნობი, მე-4, მე-6 და მე-10. ოკეი. პოლოს მაინც ვერ გამოჩა. ის იქნება არგენტინა.
იმიტომ რომ რა თქმა უნდა არა. არა. აუ მან ის ჰქონდათ ბიჭო, პირველად მოაწყეს, იცი რა? ფეხბურთი. არა, გზებზე რომ დამტრეული მანქანები ეწყო და რა სიჩქარი დაიმტრნენ. მე აქაც იყო მემორიალები? ხო, ის მანქანები იდო, რა სიჩქარით დაიმტრნენ და მაგან რაღაც პროცენტული ისიც იყო, რამდენი პროცენტით შეამცირა ავტოსაგზაო შემთხვევები რა. მაგ ტერიტორიიდან ავიღებ მეც კოლუმბია. No. პატიოს ან ხალხს უნდა მიოძოთ, ვინც აღრიცხავს რეალურად. ნახე, ხო, ანუ პორტუგალია. პორტუგალია, no. ალბანეთი რა თქმა უნდა არ არის. მამიგზნო. თურქეთი. თურქეთი არის თურქეთი არის მე-4 ადგილას 174,896 ავარი. კაი, მოდი ორი ქვეყნის დასახელების შანსი გაძლევ. და თუ იქნება. მოდი იყოს. მე კიდე გამოვიცნობ. ეგ რომელი წლის სტატისტიკაა? 20-24. 20-24. მოდი იყოს მაგის დედაც, აი ნახე რა რისკიანი ვარ. ღმერთო რა რისკიანი ვარ. არ მეგონა რომ ეს თვითონ ამას შევძლებდი. ამას ვიტყოდი, მაგრამ ჯანდაბას იყოს შვედეთი. არა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ საოცრება არის. შვეიცარია. არა. რა თქმა უნდა. რომებს ლაპარაკობ? მე მაინტერესებს რა გინდა? ეგვიპტე არის? არა. არ არის ხო? კარგი, თქვენ ვერ გამოიცანით იაპონია. ჩემი საყვარელი. არის ვიტყოდი. დიდი ბრიტანეთი. ვერ გამოიცანით კიდევ ბელგია და ესპანეთი. ესპანეთი თუ ესპანეთი. მაშინ ბელგია ვერ გამოიცანით და ბელგიაზე არც ვიტყოდი. ორი დღე რო დაგეტოვებინეთ. ნუ მოკლედ მეგობრებო, სულ ეს არის. მე ვსვამ რა თქმა უნდა, როგორც აღმოჩნდა. მადლობა რომ მიშველე რა. მოდი შენ დალია მე დავთვრევი. აი ეს უგემრიელესი. მართლა უგემრიელესი. პროსტა ეგეთი გემრიელი ვისკი. გინდა რეკლამაში ჩამითვალეთ, გინდა ანუ აი რამდენი ვისკი არ გამისინჯავს, ეგეთი გემრიელი ბოლო რაღაც რასაც გიტოვებს, არ ვიცი, პრიუკუს რო ეძახიანთ რაღაც არც ერთს არ აქვს ვაფშე. ანუ ძალიან ეს კატორე ვარტუ. ძალიან გემრიელი ვისკია. გაუმარჯოს. ამირეკეთ. მე ისეთი რაღაცები უფრო მიყვარს. მაინც დათქვა. პრიუკუსზე და იმაზე თუ არის, ან მაგალითად ან ზოით შეიძლება ვისკის მოყარო. არა, ვისკის მოყარულებისთვის დარწმუნებული ვარ, რომ მაგარი ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს თაფლის ჯეკი. არა, თაფლი არა, ძალიან გემრიელებია ბაზარი. ის რა ქვია? ჯიმბი მიგავს იმენ დღეს ვაშლის. ბურბონებია უგონთ მე. ხო, არ არის, იმენ ვისკი არ არის, ეს ბურბონია, მაგრამ მაინც აი პროსტა უფრო მევასება რა. ჩემთვის ახლა ეს როგორ ჯეკი დანიელს რო ქვია, პოხუი რა ვისკი. არა, ჯეკი მაგარი კაცია, ჯეკი მევასება. აი თაფლის ძალიან მევასება, ვაშლის ჯიმბი მივასება. ანუ გემოები რო აქ ეგენი გევას, არომატები რო აქ. არომატები რო აქ, მაგრამ კაი. აი კლასიკურებიდან აი მანკი რა. და blue label-ია, ძალიან გემრიელი, ძვირია ეგ დედაცაღლი, ძალიან ძვირია ბიჭო. მანკი ძალიან კაია. ძალიან კლასიკა. ერთ პერიოდია მაიმუნებს ვაგროვებდი ხოლმე, ბევრი მქონდა რა, ბოთლიდან ვაძრობდი. მანკი ძალიან კაია, რომელსაც რა ჩემი ცოტნე დალევს შესაძლოა. დააქრობს. მადლობა გიორგი. მოდი ჩვენს სტომას გავუმარჯოს გიორგი. შენგენაც ვარ, მადლობა ძალიან. შორი გზავს. წინ მშვიდობით გაგილოს. მადლობა ძალიან. მომდე ექტორი და გარდა მაგისა წარმატებები ძმაო შენ საქმეში YouTube-ზე, სერიალში, ყველაფერში და მშვიდობა ოჯახში და სიკეთე. ამინ. ყველა ასპექტში. ყველას ვინც ამოთახში ვარ, ვინც გვიყურებს და ასე შემდეგ. მადლობა ტროსზე, მაგას კასის ტროსზე აქვს და მუხრუჭი ტროსებია რა. ყველაფერი ხელოსება და დამცინავი ტონით. და მიხსნეს თავი როგორ უნდა შეუცვა ყველაფერი ვიცი, არც უკვე ყველაფერი. გაიკა, ერთი ჩააგდები რომ ქვევით სპეციალური გაიკები არის რა და თავი აქვს უკვე იმას გაიკა ქვევით უნდა ხიო. ვიცი, აწი უკვე ოდნავ განათლებულია, ოდნავ. ერთი შიშით ნაკლები არ, ტროსი რო გაწყდეს არაფერი არ მეშინია. ტროსი. ეხა მე მინდა ერთი თემა შემოგთავაზოთ, რაზეც გული დამწყდა წინა კვირაში რაც ვნახე რა, თემა და გაბუ შეგიძლია რო განახო ვიდეო, ანუ ვიდეოს არაფერს არ მოგცემს განსაკუთრებულს, ანუ ეს პარალელურად შეგვიძლია ვისაუბროთ. პორნო რო ჩართოს ეხა პროსტა რაღაცა. ფოტოში ძალიან მძიმე პორნო ვიდეო. როგორი ფაქიზი აზროვნება აქვს ბიჭო, ამაზე ვიდები რა. როგორი სოდირა. ევაპატეთ. ბიჭო არაფერი ისე. სადა ტელე რამე ჩამოდის ეკრანზე რაღაცა. ტელეფონით შემოგვიტრიალებს, ანუ ვიდეო დიდ არაფერს არ მოგცემს, პროსტა ვიძებდი რასაც ჰოლოგრამა გაიჩნდა. შვენი იდერო გაიშიტოს. აი კოჩოში ვიცი ყავით. პლეის რაღაც ფესტივალს თუ რაღაცაზე იცოდეთ რომ აი ერთი თვის მასალა მაქვს ვიდეოს მუშაობ მაგ ტელეფონში. შენ გაგაკვირმა ხალხის რეაქციამ ესეთ ეგზომ უცოდველ ვიდეოზე მე გამაკვირა ხალხის რეაქცია და განსაკუთრებით ხშირ შემთხვევაში მე რაც ჩავყევი კომენტარებში იყო ზარდასრული მამაკაცების რეაქცია რომლებიც
აგინებდნენ ამ ბავშვს. არა, უმეტესობა მე რაც დედაკაცებიც შეიძლება. დედაკაცების არანაკლები იყვნენ, მაგრამ მე ეხა რა ვიცი რომ უმეტესობა ეს ტატუ აქვს და საყურე აქვს. ტატუ აქვს და საყურე. აუ ბიჭო, გამოუშხარ ბიჭო. მე რაღაცები. მე წუმაგინებენ. ტატუს გამო ალბათ და საყურე მქონდა ერთ პერიოდში. ქართველი ბიჭი ხარ, არ შეიძლება რა. ორი აზრი არა. ბიჭო, მე არ მიყვარს ეგეთი რაღაცები. ბავშვი, ანუ არ ვიცი ბავშვი რამდენი წლის არის, რა ვიცი, შეიძლება ჩემი ტოლია, არ ეთყობა, მაგრამ მაინც. ამნიშო მანდილოსანი. ხო. ტირი ის რო აი ტელეფონი დაუკარგე და და შენ გამოდიხარ და აუ ერთს ეწერა იმის მე რომელსაც გეწერა ეგ ის რა ქვია აუ რა გეური ხარ და ქართველი ხალი კომენტარით უნახავ რას გავხარ ანდე და ყავს ან მამა ქართველი ხალი საქართველოს მინდა გითხრათ რომ შეიძლება არც დედა არ ყავდეს და არც მამა არ ყავდეს ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა ხო ვიღაცა ო აი მაგ კომენტარი წავიკითხე კაკას გადადი მაგის იმას გვერდზე შეჩემ მაგის სურათი ამომინათე სახეში რო ვაგინოთ აუ რა აგრესიული ხარ წერებულია. ბიჭო არა პროსტა შეიძლება ხოლმე მაგრამ შე პირველად გახსენი ინტერნეტზე ზოგადად არა ბიჭო ნახე ბრაუზერზე მე რო აგინებენ ანუ რამდენი ხანია YouTube-ს ვაკეთებთ ახლა შენს გამოცდილება გაქვს მაგინებს უეჭვენ ბიჭო რამდენი უგინებია ჩემთვის რა ანუ ვაფშე ნოლი რეაქცია იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაცა აი არანაირად არ მოქმედებს ჩემზე მივეჩვიე რა და ეხა ამბოშო ვიდეო დადო და წარმოიდგინე ამ კომენტარებს რო კითხულობს რა შეიძლება დაემართოს ამხელა დეპრესია და რაღაცა და არაფრის გამო თან რის გამო აგინებენ და რის გამო welcome to reality აუ ბიჭო პიზდეცი მაგას მე პიზდეცი სამწუხაროდ აი ეგეთი რეალობა დადგა რა როდესაც ეხა ზუსტად რამდენიმე პოდკასტის წინ მათო საშა მყავდა კაცმანი რა და აი მაგას განვიხილავდი დაახლოებით რომ პონტი არის რომ უნიკალური დროა რა ყველა კვერცხს ოდესღაც მის აზრს რომ იქამდე ვერ გაიგებდი შენთან ერთად უბანში თუ არ დაბირჟავდებოდა და არ გეცოდნებოდა რომ კონკრეტულად უბანში კვერცხი ყავს ეხა ყველა კვერცხს და ასევე გენიალურ ადამიანს აქ ერთნაირი საშუალება დააფიქსიროს თავისი აზრი ამ ღვარძლი ეგ არის რეალობა რომელიც სამწუხაროდ დადგა რა ერთი პერიოდი მეც აი ესე შენაერად ვიგინებოდი ვიფურთხებოდი მწყინდა მაგრამ მე მივხვდი რომ არანაირი ამას აზრი არ აქვს. ანუ ამის თერაპია არ არსებობს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. შეიძლება იმედია რომ ვწდები. ამის თერაპია არ არსებობს. მე მაგას როგორ უყურებ, იცი რომ მიზეს რო ვეძები რატო წერენ, ალბათ მაგ მომენტში თავს გრძნობს უკეთესად. თვითონ გრძნობს ვიღაცის აი ესე ინერციით, ჩაძვირვის ინერციით, თვითონ მაღლდება, ხვდები? თუ დეგენერატობა რაღაცა თეზის ვამბობ, მაგრამ მე ესე მირჩევნია. თუ ეს ტიპშა ბებია ბაბუა მნიშვნელობა კი ეს სუბიექტი ეს ადამიანი აი აქ დახარჯავს აქ ბოროტებას და ენერგიას სახში არ შევა ძაღს არ მოკლავს ცოლს არ გალახავს მიხვდი შვილს რაღაცას არ დაუშავებს არა აი ამ ორ ბოროტებ დაცლის ბოროტება რო ავიღოთ ორივე ბოროტება არის მიხვდი თუ ასარჩევად არის საქმე და რეალურად მე მაინც მინდა დავიჯერო რომ ასარჩევად არის ჯობია იქ დაიხარჯოს ჩემთვის იმიტომ რომ იდეაში მარტო ვის უფრო სქელი ჯავშან ჟილეტი აქვს რა როგორც შენ აღნიშნე შენ გაქვს მე მაქვს პროფესიებიდან გამომდინარე გამოვიმუშავეთ ეს გოგო ალბათ პირველად შეასკდა მაგრამ ეგეც მიხვდება ხო არც ვიცი ვინ არის და აბსოლუტურად ჯანმრთელობას გისურვებ ჩემო ლამაზო ქალბატონო და გეპონოს ეგ ტელეფონი და ყველაფერი კარგად იქნება არ ინერვიულ იმის თქვა მინდა რომ ეს გოგოც მიხვდება რომ სამყარო ესეა მოწყობილი რა უცხო ადამიანმა რომელსაც ორ წამში დაავიწყდები აპრიორ დაავიწყდები არ ემახსოვრები და პროსტო სკროლის ერთ-ერთი წამი ხარ მე ასედი შეიძლება ისე გატკინოს გული, რომ არც დაფიქრდეს და თავის თავს იგივე არ უსურვოს. პროსტა მე ვიძახი, რომ მე მირჩევნია თუ მანდპოულობს შვებას და ოდნავ ნაკლები ნეგატივით იქნება ამ კომენტარის მერე და ცოლს არ გალახავს, ან ვინმეს არ დაბრიდავს ცხოველს. დაეწეროს მაგის დედაცვათ. აი ნახე შენ ეგ მაგკუთხით სხვანაირად ვერაფერს ვერ იზავ. ეს ის შემთხვევა რომ ვერაფერს ვერ იზავ. ხო, მაგრამ ნახე შენ მაგკუთხით უყურებ და მე კიდე პირიქით უყურებ, რომ ის რა ქვია, სადისტები და სოციოპატები რო იღებენ იმის კუნდის კლუბობით ამთავრებენ ადამიანის კლუბობით და ეს ვიღაცა დეგენერატები რო ისყებენ რომ აქ აგინებენ კომენტარებში და აქ გაუვა და მე ვიღაცას ქუჩაში შეაგინებს მე უკვე დაარტყამს მე გალახავს და მე კიდე იქეთ გადავა იმაზე უარესე ალბათობა ეგეც არის შეგასაც ამბობ და ალბათობა იმისაც არის მე რასაც ვამბობ კი ანუ ორივე ის არის რა ქვია ორივე არსებობის უფლება ერთ-ერთი ყველაზე ძალიან ცუდი არის რატომღაც გოგოს რო ხედავენ ხოლმე ვისაც შეიძლება პირსინგი ქონდეს, ტატუ ქონდეს, მეტად ან რაღაც იმის მიმართ ბევრი დიდი აგრესია აქვს ხოლმე.
ვიდრე შეიძლება ტიპის მიმართ, აი გიორგის მიმართ, ჩემ მიმართ ან რაღაცა, რომ მეც მაქვს ტატუები, გიორგისაც აქვს ტატუები და საყურის გაკეთება მე ძალიან მინდოდა, უბრალოდ ვთვლი რომ ვიზუალურად არ მომიხდება. მე გავიკეთე ზუსტად მაგას მივხვდი რომ არ მიხდება და გავაჯმე. აი მაგითო, აი ვიცი რომ არ მომიხდება რა, იმიტომ რომ ვარ 120 კილო და რაღაც უცნაური გარეგნობა შემექნება მაგითო და პროსტა მაგითო არ ვიკეთებ. აი ამის გამო ვინმე რამე რომ მითხრას, ხო, ძალიან ნაკლები ალბათობა, ვიდრე გოგოს რო უთხრან, იმიტომ რომ გოგოს მაინც უფრო მეც უბედავენ ხოლმე რა, რაღაც უცნაური გარეგნობის გამო. და ძალიან ტეხავს ეგ თუ იმას ვაწვევით რომ ჩვენ რაღაც მაგარი ტიპები ვარ და კაი ვაშკაცი ხალხი ვარ და რაღაცა სირცხვილია არ ვიცი კვარასის არ შეიძლება არ გაქვს ნანახი რაღაცა უცნაურობა მოყვა აქ შოქში ვიყავით ჩვენ რა რაღაც კვარა რომელი ფუტბოლისტი კვარა არა მეორე კვარა მეორე კუჩა არ მოდის არა ხო იყო ჯიგარსონას რაღაცებში იყო ნახე და მავანი იყო ჩვენთან რაღაც და ისეთი რაღაცა მოყვა საყურესთან დაკავშირებით მე რა განახებან რაღაცა ჩვენ მოყოლოს ნანახი ექნება ხო და არ შეიძლება რა პროსტა ეს აგრესიის გამოხატვა იმის გამო ადამიანი როგორ გამოიყურება ძალიან ცუდი რაღაცაა იმიტომ რომ მახსოვს რაღაცა ისინი რომ ბიჭი ცემეს მეტროში იმის გამო რომ საყურე ეკეთა იქ ვიღაცა ცემეს იმიტომ რომ ბიჭი და ყელზე რაღაცა ეკეთა ვის როგორ უნდა ისე გამოიყურება და შენ თუ მაგარი ტიპი ხარ ანუ იყავი როგორიც გაგიხარდება რა შენი კარგი საქციელით ესე შენი გარეგნობით რანაირიც გინდა იყავი მაგრამ ვიღაცას იმიტომ რომ ცემ რომ რაღაცა საყურე უკეთე ტატუ აქვს დახატული რავი ნუ ანუ შენ პრობლემა უყურე მე მგონია რომ კიდე უფრო ღრმად არის რა მან სიტუაცია მან აი უყურე ხო იდიოტობა მიზეზია იდიოტობა ორი აზრი არაა რომ ტატუ და საყურე შეიძლება გახდეს ბჭყალებში ბულინგის და აგრესიის მიზეზი მე ვთვლი რომ ვაფშე მნიშვნელობა არ აქვს რას დადებ რა კიდე ერთხელ გეუბნები ნებისმიერი ვიდეო აი მიდიხარ ბჭყალებს ძაღლი გადაარჩინე რა ეგრე როგორ გადაარჩინე შენი დედა სიტყვაზე რა რანაირად ანუ უყურე ყოველთვის გამოჩნდება ტიპი რომელსაც ჭირდება თვით დამკვიდრება თვით შეფასების ამაღლება ამის ხარჯზე ეს პროსტა ახალი იარაღია რომელიც აქამდე კაცობრიობის ისტორიას არ ქონია ეხლა გამოჩნდა მიხვდი და ალბათ ან დრო ჭირდება რომ ტრანსფორმირდეს რაღაცაში და პროსტა ამასობაში ყველამ უნდა გამოვიმუშაოთ უცნაურია მაგრამ გამოვიმუშაოთ ჯავშან ჟილეტი რომ პროსტა ნუ ნაკლები ნეგატივი ჩადო იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნები ეს თუ ვიღაცისთვის მიზეზია რასაც შენ ამბობ და რაღაცა კონკრეტული სეგმენტისთვის ალბათ ტატუ და საყურე მიზეზია არსებობს ვიდეოები არსებობს პოსტები არსებობს ფოტოები სადაც ობიექტურად მიზეზი არ არის მზე ჩადის ადამიანიც არ დგას მაგრამ მზეს დედის სისხლს აგინებენ მზეს პლაჟს ზღვას აგინებენ ანუ მანდ არის აქტი მთავარი ხვდები პროსტა ტიპები იხარჯებიან ანუ რაღაცით უკეთესად გძნობენ თავს და ამისგან პრევენცია არის რომ ვაფშე გააჯმევინო სოციალურ ქსელს ხო და აი ნახე საერთოდ რა და აზრი მოისმინო უშუალო თვალებში რომ გიყურებს ვიღაცა აი ზუსტად ხო ეგ არ გეტყვის სხვაობა ხო ძალიან დიდია იგივე ტიპი რომელიც 90% დაუშვათ რომ ვიღაცა ეგეთი არაადეკვატურად დებილი ყიანიც დადის მაგრამ ძირითად შემთხვევაში 90% იგივე პირისპირო აღმოჩნდეს თვითონვე მიხვდება რაოდენ უხერხული იდიოტობაა რასაც აპირებს სიტყვაზე და არ გააკეთებს. ამიტომ ეს არის აი ეს ესენი მიხვდი აი გაუშვი რა დაწერე და გაუშვი და ერთი მეასედით იგზენი რომ ვიღაცაზე კაი ტიპი ხარ. იმიტომ რომ ნაკლები ტატუ გაქვს, ან მეტი ტატუ გაქვს, ან აქეთ გიკეთია საყურე, აქეთ არ გიკეთია, შენ ვაჟა წაკითხული გაქვს, იმას არა აქვს. ან პირიქით. მიხვდი აქ პროსტა მიზეზი არ არსებობს. ყველაფერი შეიძლება ვიღაცამ ამოისვას. ხო, მაგრამ აი აგრესია ჩემ შემთხვევაში რა გამოიწვია ისე რეალურად რომ პირველ რიგში იმან რომ ბიჭო აი შენში აგრესია მაგას გამოიწვია ფორმა აღზრდა. მოდი ესე გეტყვი და შენ აღზარდეს ოჯახში სადაც გეუბნებოდე რომ ქალბატონის შეგინება შეურაცხყოფა არ მოსულა. სხვამ არაფერმა არ გამოიწვია. რო ჩაშალო მარტივ მომრავლებად მე ჩემი შტაბეშტილებაა ეს. სწორი აღზრდა გეუნება რაღაც კონკრეტულ თეზისებს, რა რომ ქალბატონს რაოდენ რა პოზიციაშიც არ უნდა იყოს, არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა. შენში მაგან გამოიწვია რომ გოგო ტირის, პროსტა ქალბატონი კი არა, გოგონა ტირის, თავისი გასაჭირია, ვისთვის ეგ გასაჭირი ტრაგედია, ვისთვის არაფერი გამავალი. გოგო ტირის არაფერს ცუც არ ამბობს მიშველეთო თუ ვინმე ნახავთო არც დავაჭერინებო თუ რაღაცა სიძახს პროსტა დამიბრუნეთ ჩემი ცხოვრება და სამსახური შენში გამოიწვია მაგან რომ პროსტა შენი აღზრდა და აღზრდის მოდელი აბსოლუტურად არ ცნობს მაგ ფასეულობას რომ შეიძლება გოგონას ამ შემთხვევაში გოგონას მიაყენო არაფრის გამო შეურაცხყოფა აი ეგ არის ხო და ეგ ერთი ეგ არის და მეორე ყველაზე მეტი ის რაც მქონდა ბიჭო ანუ ეგ სწორედ იმაზე იყო რომ
просто წარმოვიდგინე რომ აი ამ ქვეყანაში ვცხოვრობ მეთქი და შვილი გოგო მეყოლება და რაღაცა მომუნდა ტატუ გაიკეთა, მომუნდა პირსინგი გაიკეთა. ბიჭო, ანუ მე მაგაში ვერ ვხედავ ვერაფერს, სულს ვერანაირად და ვერცად მე ძალიან მომწონს. რო წარმოვიდგინე რომ ჩემ შვილს ვიღაცა აი აღარ შევიგინები ისედაც ლიმიტი ამოვწურე დღეს. მაგის გამო შეაგინებს ან შეურაცხყოფას მიეყენებს. ბიჭო, არ ვიცი რას უზამში. გადაუხსნი თავს, არც იმ ადამიანს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ამ გოგონას სიტყვაზე მამა, ძმა, მეგობარი, შეყვარებული ქმარი ადგეს და გადაჭრა შუაში. არ უნდა რაღაცას რო აკეთებ. მოსალოდნელი აქტები არსებობს. უნდა იყო მზად იყავი მზად, რომ ყველაფერს რასაც აქვს, ნებისმიერ რაღაცას მოყვება რეაქცია რა. არა, ეგრეა შენს მოსწავლე. თან აგრესიის წინააღმდეგი ვარ, ანუ არ მევასება ეს. აბსოლუტურად აგრესიის წინააღმდეგი ვარ, პროსტა მესმის წენის ფაქტორი ხდები, ანუ აბსოლუტურად პროსტა ეგრეა. ერთადერთი ფრაზა, რაც მახსენდება, არ ვიცი ვის სიტყვებია, მაგრამ ძალიან პლაკატად მაქვს ოთახში დაკიდებული. იყავი მიზეზი, ვის გამოც კეთილი ადამიანების არსებობას დაიჯერებენ. всё, ანუ აი მარტო ეგაა ჩემთვის მნიშვნელოვანი რა. არსებობს ბოროტება ობიექტურად. ხანდახან დომინირებს ეს ბოროტება, უმეტესწილად დომინირებს, იმიტომ რომ უფრო მარტივია და ასე შემდეგ, მაგრამ მოდი რა, ჩვენ ვეცადოთ, ვიყოთ მიზეზები, რომ დაიჯერონ, რომ კეთილი ადამიანები არსებობენ. დალში რაც იქნება, როგორც იქნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებ. კი, ძმაო, გეთანხმები 1000%-ით მაგ საკითხში. აქვე ბოროტების გახსენებაზე დღეს არის 7 აგვისტო და ხვალ 8 აგვისტოა და ძალიან ძიმე დღე. კიდე გითხრავის სიტყვებია? ის სიტყვებია. ჯეისონ სტეთემის. გულიც გამისკდებოდა. გულიც გამისკდებოდა სტეთემის. ჩაკ ნორისის რო იყოს რა რაღაცა. სანამ გადავალთ სადღეგრძელოზე, მეგობრებო, აქვე მადლობა ჩვენს წარდგენს ლუდისას და ჩვენს მეგობარ კომპანიას ბავარიას და რის თქმაც მინდოდა ვეღარ მოვაბი თავი. რაღაც გადავერთიათ საკითხზე. ხვალ 8 აგვისტოა. საშინელი დღე ჩვენს ისტორიაში 17 წლის. ხო. 2000 აბა ბიჭო, იმენა თითქოს ცხოვრება გავიდა, მაგრამ ჩვენ გვახსოვს იმით, რომ საშინელი პერიოდი გადავიდა და კარგად გვახსოვს მე გული მწყდება ერთადერთი იმაზე, რომ ჩვენ კი კარგად გვახსოვს, მაგრამ ვიღაცების შეხსენება ჭირდებათ ხოლმე მაგის და იმაზე გამახსენდა, რომ ბოროტება ყოველთვის იარსებებს რა და ამ ეტაპზე, რავი, ბოროტება ეგ არის რა, მარტივი საპოვნელია რა, იმ დებილ ქართველებსაც ყველაფერს ვაპატიებ შეჩემა ეხა კომენტარებში რაღაცეებში, უბრალოდ, ტვინი ვერ ხარშაოს და ვერ ფიქრობენ რაღაცეებს, მაგრამ რავი, ერთი გვახსოვდეს, რომ ოკუპანტის შენაბება შეუძლებელია ქვეყნის, რომელიც სახეს გვახევს უკვე რამდენი ხანია, 300 წელია და რა ვიცი რა დღეში ვყავართ და გადგა პირობითობა რომ ამის გაჟღერება გიწევს ასე ხო და ამაზე საუბარი გიწევს ისე რომ აი ვიღაცამ გაიგონოს შენი ხმა და მიხვდეს რომ აი რუსეთი არის ბოროტება, რუსეთი არის საქართველოს მტერი, რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის არც ერთ შემთხვევაში. მოდი გავარავი რა ხო ისე თან კაი ის არის რა ყველაზე ცუდი ისე ქვია ქართველი რუს მოყარე ქართველია ხო ისე ხო რავი საზღარი ხალხია მე ვერ ვიდა მე იმ კაცის ვინც ხო ინსპირირდა რუსია მე ჩესნი რო ვიყო რა მე ხალხზე უყურე მე პროსტა არ მიყვარს то რამდენიც ეგრევ ქენი ძვირად დამიჯდა რა შინაგანად მე არ მიყვარს მაინც ერთ ქვაფში ყველას მოხარშვა რა. ან რაღაცა ამბის მოხარშვა. მაგაზე არც მიდის საუბარი ეხლა. უყურე, აი აბსოლუტურად ვიაზრებ, რამხელა ბოროტი მახინა, რა დედაზე ადრე მართლობა ყავს, როგორ მინდა რომ მალე ჩაძაღდნენ. აბსოლუტურად ვიაზრებ, რომ არსებობს 20% ჩემი ქვეყნის ოკუპირებული, არანაირი პროგრესია არ მიდის, გარდა რეგრესის. მაგრამ იქვე ვხედავ ტიპებს, რომლებიც სიტყვაზე რა, იგივე ვიღაცა იუთუბერების სტენდაფერები ტიპები, რომელსაც მე არ დავმალავ აქტიურად თელი ცხოვრება რაღაცა ამ კულტურის, იუმორის რა, ყოველ შემთხვევაში მაყურებელი ყო და დღესაც ნახევარი ჩენელები რაც გამოწერილია, ეს არის რუსული ჩენელი, ენა ვიცი, პროსტა რაღაცა მეორე ენასავით. დასამალი არაფერი არა. ხო, არაფერი დასამალი არაა და მიყვარს რუსული ლიტერატურა და ასე შემდეგ და ენას ვცემ პატიმს და ასე შემდეგ. ის თქმა მინდა იცი რომ არიან იქ ხალხი, ვინც დღეს არის იქ აგენტად გამოცხადებული, არიან ემიგრაციაში, არიან დევნაში, არიან სროკებზე
ისინიც ადამიანები არიან და აბსოლუტურად იაზრებენ და ალბათ 10 მაგათ სხვენიათ, როდესაც იცი რომ აი ესეთ ქვეყანაში ცხოვრობ რა. როდესაც შენი ქვეყანა არის აგრესორი, გამოისვა ყველა მეზობელი და არ ჩერდება. და დარწმუნებული ვარ, შეიძლება ეს ძალიან მცირე პროცენტია, მიხვდი, 100% და შეიძლება 1%-ია. და ის 1% იქ ფიქრობს, ოცნებობს, ჩუმად ვერ ბედავს, რომ მალე ჩაძაღლდეს პუტინი, მალე შეიცვალოს რეჟიმი. იმასაც უნდა მეგობრის ნახვა უკრაინელის, ქართველის ნახვა, იმის ნახვა, ადამიანური ცხოვრება. მე შეიძლება ვწდები, რატომღაც მინდა დავიჯერო, რომ 1% მაინც იქაც არის ეგეთი ადამიანი. ამიტომაც გულწრფელად მინდა, რომ ეს კიბო, რასაც ჩვენ ვეძახით, აი ამ ოკუპაციას, აი ამ რეჟიმს, ამ რაღაცა ხ**ობას, პროსტა მალე ჩაძაღლდეს. და მთელი გულით უსურვებ რუსეთს, რომ დადგეს ფეხზე, გახდეს ცივილური, ევროპული ქვეყანა, კარგი ადამიანური ფასეულობებით, ვისთანაც გულწრფელად ადამიანთან ნებისმიერი აღსარებლობის დროშის ქვეშ, ვინც არ უნდა იყოს, ვიმეგობრებ. პროსტა ნუ იქნები დედაზე ადრე რეჟიმის წარმომადგენელი. ვსოს, აი მან სადაც აი რეჟიმი ჩაქინულია და ვინც არ ამბობს მაგას, აი მანდ უკვე ვერ პატიობ, ხვდები? რუსი ვარ, პოლიტიკა არ მეხება, პოზიციის დაფიქსირება შეგიძლია რა. აი მანდ გადის ჩემთვის ზღვარი. არიან ტიპები, რომლებიც ჩამოვიდნენ აქ, ჩვენსას ჭამენ, ჩვენსას სვამენ, ჩვენსას ეფერებიან. აი ხა აჭარაში რო იყო იმას რო უსმენდნენ. მთელი საქართველო და რომ მიდიხარ. მატუშკამაიას რო უსმენდნენ იმასაც კი არ ამბობს, ბიჭო, აი ის მაინც ვიდე და რომ ხობლად რა ეობა შვება ჩემი მთავრობა რა. და იმიტომ გამოვიქეცი მცხვენია. მარტო იმიტომ კი არა გაწვევის მეშინია. აი ეგ თქვი და გაასმაგდები ჩემ თვალში. მაგრამ 80% არ აკეთებს ბიჭო. მე შემიძლია თქვა გიო ეგ. რა შვება ჩემი მთავრობა. ალალი კაცი. არა, აი იმაზე ხა ბოლო პერიოდში აი აგერ რამდენი ხნის წინ იყო ერთი თვის წინ, ხო ის მაღალმთიან აჭარაში ეს რუსები და მატუშკა მაია და ბიჭო პრობლემა რა არის მაგ რუსებს მე ვიდეო ნახე ნარიყალასთან რაღაცებს რო ხაზავს ვიღაც ხო და მაგაზე რუსებზე კი არ მაქვს მაგ ეგენი ვიცი ვინც არიან კაცო მაგაზე არ მაქვს ის ქართველი ვინც აი ხა ეს სიმღერა მინდაო და კაი ენა არის აი ხა ვერ დავიჯერებ რო ვერ ხვდები რა ზღერიან და მაგას ვერ დაუშვებ რომ ერთი ქართველი არისო რომელიც ვერაფრით ვერ ალაგებს ჩემი ლოგიკა როგორ შეიძლება ანწუხელიძის პორტრეტი წაშალა ანუ ვერაფრით ვერ მოდის რა პოლიტიკური წამსიც არ უნდა კონდეს ანუ ანწუხელიძის ფოტოს რო ეხები მანდ უკვე გონია რომ ცოტა სხვა პრობლემებია რა ნამდვილად მოკლედ მოდიში ცოტა წარმოშობით ოკუპირებული რაც ახსენეს როგორც ხინვალიდან რო წარმოშობით და ძალიან მტკივნეულია ხოლმე ჩემთვის რა ძალიან ის არის და მე მაგალითად პოხუი მაქვს მაგრამ კიდია ეს შენ მაგალითად შეგიძლია აპატიო რუს ვიღაცას ის რაღაცა მარტივად კარგად მესმის მე ძალიან პოხუი მაქვს იმიტომ რომ ვიღაცა იქ გუშინ წინ ვინც არ ეს საშინელებები რაც აფხაზეთის ომზე გვაქვს მოსმენილი რომ არ რაები აკეთეს ეგ არ ვიტყვი ვაფშე რა ალბათ ყველას გვაქვს ნანახი ვისაც არ აქვს ნანახი ალბათ რუსეთუმი არის რა ვიცი ეგ თუ გაქვს მოსმენილი არ მგონია რომ როდესმე შეიძლება რომ მაგ ქვეყანაზე რამე კაი თქვა იმიტომ რომ არ ვიცი რა რუსონ ჯარისკაცებმა იქ ისეთები ატარესო საშინელება და ოხუი მაგ ხვალე ჩამოვა იმის შვილი იქნება თუ რაღაცა იგივენაირი იქნება რა ჩემთვის სულ ერთია რა მე ძალიან აგრესია მაქვს ყველაზე საერთოდ მესმის აბსოლუტურად ენაზე მაგაზე აგრესია რა ადრე მახსოვს აგვისტოს ომის დროს როცა იყავი მაგ დროს არა აქ ვიყავი მე აქ დაბადებული გაზრდილი ვარ მაგრამ მანამ 93-ში დავიბადე მე 91-ში 12-ში იყო იქ ძალიან არეულობები რაღაცაები რაღაც მე აგვისტოს ომის დროს რომ მივდიოდი სადაც ჩემი მამიდაშვილი გორელები არიან რა ის დაბომბოდა რაღაც რო დაიწყო იმათ სანახავად რომ მივდიოდი ვიცოდი რომ ჩამოიყვანა მამამისმა რა ავტობუსში მახსოვს ქალი რო ეჭხუბებოდა ვიღაცა წყვილი იყო რუსები რა და რუსულად რო ლაპარაკობდნენ ეს ქალი გამწარებული ქალი მახსოვს რომ ამის შვილი იყო თურმე წასული იქ რა ანუ გაიწვიეს რა ომის დროს რაღაცის და ის რუსული ხმა რო ესმოდა ამაზე რო პანიკა ქონდა ვიღაცას რა აი მეც ეგრე ვარ ხოლმე რომ ესმის აი ოხუი მაქვს მე მკიდია რა არ მიყვარს რა მეზიზღება რა აი არ მაინტერესებს და თან აქეთ ვალდებულად რო გთვლიან რომ აი რუსული უნდა იცოდე შენ პირიქით და იქ იყო საშინელი სიტუაცია მე მოყვები რუსების თემას იცოდე რამე ახალია კიდე ბიჭო სამბერი ადგილია საერთოდ რომ ანუ ქართული კომპანიის გონია საერთოდ სასტუმროში შეხვალსადმე ან რაღაცა სამწუხაროდ ეხა ვიყავი ეგეთ ადგილას და ძალიან არ მომეწონა
რომ შეხვალ და ქართულად არ გელაპარაკებიან. რესტორანში შეხვალ და ქართულად არ გელაპარაკებიან. ხო, ბათუმისკენ არის. ანუ საშინელებაა. ხო და რის თქმა მინდოდა, ანუ ეგრე ანალოგიურად ტიპი შემხვდა მე სახელოსნო ბარში. ვიღაც რუსი იყო, რომელთანაც აი გარეთ გამოვედი, საუბრობდი და მე რუსეთში გავიზარდე. ანუ 12 წელი მივცხოვრობდი უბრალოდ რუსული კარგად ვიცი რა და რაღაც დიალოგი ჰქონდა რა, არაფერზე ვსაუბრობდით, უბრალოდ რაღაცა როგორ მოგეწონა რაღაცები. და რაღაც მომენტში სიგარეტს უკიდებ და ანუ ტიპმა ისო რა ქვია მაგას ბოდიში რუსულისთვის, მაგრამ можно оккупировать вас зажигалку რა, ანუ შეიძლება რომ სანტებელის ოკუპაცია მოახდინო და ანუ მაგისთვის ეგ იყო ხუმრობა, მიხვდი? ანუ აი მანდ ანუ შენი მესმის, რასაც გულისხმობ, მაგრამ აი მანდ ვერ გამოყვები უბრალოდ რომ ბიჭო, აი ხო, ვიცი რომ ვიღაცები არიან, ვიღაცებს ესმით და ჩახედული ხალხია, მაგრამ ეს რიგითი ტიპი, რომელიც აი საქართველოში ჩამოვიდა, აქაურობით кайფობს და ეს ოკუპირება მაგისთვის ასაცილოა რა, ანუ ხალხი მოკვდა, სახლები დაკარგა, ცხოვრება დაკარგა, რავი, ყველაფერი დაკარგეს საერთოდ და ეგ მეხუმრება მე რომ შენი სანთებელის ოკუპირება შეიძლება? ესეთი რუსია, როგორზეც მე ვამბობდი, რომ მაგას ვერ გავიგებ. ეგ იყო პრობლემა. ახალგაზრდა ტიპი თითქოს საღად მოაზროვნე. რაღაცეებზე ვილაპარაკეთ, ჰომოფობია, რაღაცა რუსეთში, რაღაც. ანუ ახალგაზრდობა არ განასახიერებს საღად მოაზროვნებას. არა, ვიცი, ეს ერთი ადამიანი რუსეთი და ბევრი ბებერი დეგენერატი დადეს. მაგრამ ეს ერთი რუსი, ვიცი რომ მთელი რუსეთი არ არის და დარწმუნებული ვარ. როცა მე ის ტიპი. ხო, და დარწმუნებული ვარ, ბევრი რუსი არსებობს ისეთი რომ აი უყურე ჩისტა ძმაკაცურად რო ვილაპარაკოთ რა და ემოციებზე რო ვილაპარაკოთ რა მე არ მქონია და ამიტომ მაინტერესებს აი უყურე გახსოვთ ეს ამბები რო დაიწყო პირველი ტალღა რო ჩამოვიდა რა ემიგრაციის და იყო იქ რამდენიმე ტიპი ვიდეო მახსენდება რომელიც ატირებული პასპორტ წვავდა და იძახდა რომ ცხენოდა რომ ამ ქვეყნის შვილი იყო რა რუსეთზეა ლაპარაკი აი მე ვიცი ჩემი დამოკიდებულება რა მე რო ტიპი შემხვდეს რომელიც ამ აქტს აკეთებს და გულწრფელია იდეაში ვთვლი რომ გულწრფელია მე რა ვიცი ხ გულშეუდეს მაგრამ მე მიჩდება თანაგრძნობის შეგრძნება რა აბსოლუტური თანაგრძნობის შეგრძნება იმიტომ რომ კაცმა არ იცის მომავალში რა იქნება შენი მთავრობა როგორ ამოგისმევს მიხდი და არსებობს პროსტა რაღაცა რეალობები სადაც არაფერი არ შეგიძლია ანუ მე იმის დაჯერება მინდა და მჯერა გულწრფელად რომ განსაკუთრებით კიდე იმ რეჟიმში რა იქ კიდე მგონია რომ ვაფშე სხვა რეჟიმი არის ანუ წარმოიდგინე აი ტიპი ხარ შენმა ქვეყანამ ჩვენ პროსტა ეს არ ვიცით ისტორიულად გენშიც არ გვიდევს აგრესორობა ანუ არ ვიცით ეს რას ნიშნავს მიხდი ანუ ამის მოდელირებაც კი გვიჭირს რომ მეზობელს გადავედი და დავცხე თუ რაღაცა რატომ მეუბნები რომ აგრესიული ხარო ეს შეიძლება არის მაგრამ გენში არ გვიდევს ეს მიხდი რას ვიზახი ანუ ეგ არ ვიცი და აი წარმოიდგინე შენი ქვეყანა უცებ დგება მეზობელს უტევს და ხოცავს, აუპატიურებს, ამ საშინელებებს აკეთებს რა და შენ აი ესე დგახარ. რამდენი არჩევანი გაქვს, როგორ ფიქრობ რა? ანუ აი რამდენი არჩევანში ერთი ყველა ცუდი არჩევანი ალბათ. წახვიდე და ეგ აკეთო შენც რა. იმიტომ რომ რაღაცა გაინაღდო ვიღაცის ბენეფიტი ასე. ამას არ აკეთებ. ანუ არ მიდიხარ საომრად. მეორე ვარიანტი, არ მიდიხარ საომრად და მერე რა ხდება? ანუ ვრჩები და ვამბობ, რომ მე მრცხვენია ჩემი ქვეყანა არასწორია და ბოდიშს გიხდით. მისაღები ვარიანტი. და მესამე ვარიანტი. უბრალოდ 4 ვარიანტი. მესამე, არაფერს არ ამბობ, პროსტა ელოდები მე დროვე ხარ როგორ გაივლის. და მეოთხე, ჩადიხარ ქვეყანაში, რომელიც ოკუპირებული გაქვს. ჩადიხარ ქვეყანაში და რო გეკითხებიან რომ გამარჯობა, ჭაჭა გინდა, აჰა, დაგისხი, იმიტომ რომ ეგეთი ერი ვარ, სტუმართ მოყარეთ თუ რაღაც. რო გეკითხებიან. პროსტა ანუ რო ვიცოდე რა, შენს მიმართ რა დამოკიდებულება მქონდეს. შენ რას ფიქრობ ამ ამბავზე? და მაგას რო იძახი რომ შენი სანთებელის ოკუპირება მინდაო აბსოლუტურად გასაგებია ეს აგრესია შეიძლება ლაჯზე ახიო მაგრამ მე მჯერა რომ აი ამ 4 ვერსიიდან არიან ის ტიპებიც თქო რა მე შემხედრია ეგეთი ტიპები რომელსაც მოდგმის ცხენია არსი საკუთარი ქვეყნის არაფერი კავშირი არ აქვს არაფერთან არასოდეს კოუზის გარდა არაფერი ხელში არ აუღია და ერთადერთი ელოდება რომ ის მოკვდეს და დაალაგდეს ერთადერთი თუ რამე უშველის ამ სიტუაციას გონია რომ აი ეგეთი ტიპები არიან იქვე, ხო იცი ციხეში გინდან ტყდებაო რა. ერთადერთი რაც გონია რომ რამეს უშველის, რუსეთის ხალხს უშველის, არის აი ეგეთი ინდივიდები, რომელიც იმედია არიან ათასობით
და მათი გავლენა ოდნავ მაინც 10-20 წლის პერსპექტივაში, იმათი შვილების პერსპექტივაში, იმიტომ რომ ეს არის იმპერიალისტური ერი, რომელსაც პროსტა ევასება ბატონობა, ფეხებზე კიდია ყველაფერი. ოდნავ პატარა ხარ, ოდნავ სუსტის პოზიციიდან ელაპარაკების სახეს გაგაძრობს, მაგრამ მაინც გონია რომ აი ამ იმპერიას რაღაცა ჩექმის ქვემოთ ერთი პატარა კენჭი მჯერა, რო არის 1%-ის, რომელიც ამ ჩექმას ნელ-ნელა რა პერსპექტივაში არ ვიცი 10 წელიწადში 5 წელიწადში უკრაინა რომ მოუგებს მერე თუ ასე შემდეგ, მაგრამ მოხდება. ამიტომ ვერ ხარშავ ხდები, იმიტომ რომ ვიცნობ ეგ ტიპებს, რომლებიც აი ჩემზე მეტად დარდობენ იმაზე, რაზეც დაჟე მე უნდა ვდარდობდი, ხდები? ხო, არა, მესმის გასულ მაგას. ეგ მესმის და მაგაზე არ მოხსაუბარი, მე უბრალოდ აი ამ კუთხით ვთქვი, რომ ამ ჭრილში რომ ადამიანი რომელიც შეიძლება რაღაც მომენტში მოგაჩვენოს თავი რომ როგორი კაია, მაინც აი ხუმრობად მიიჩნევს შენს ტკივილს თქო, მაგაზე მქონდა საუბარი. ეგ არა, ბიჭო, ეგ დასაბრედია. ეგეთი ხო, ნუ ეგ არის კონტექსტი, ეგ რო ქართველმა გითხრას რუსულად. ეთქო რომ შენ ბიჭო ხო არა გაკო, რუსი რო გეუნება მაგას, ხო ხდები, ანუ ან არიცის. აი დაუშვათ რომ ეგეთი კვერცხია რო არიცის. დაჟე ვაფშე არის რა ხდება. ოკუპირებაც არის. მოგრეთ, მეგობრებო. ამ ხილულ ნოტაზე მოდიში რო ხო, ცოტა სევდიან ნოტებზე გადავედით. აუცილებლად რუსეთის დრედის იქნება ჩემთვის ყოველთვის ხილული იქნება და ყოველთვის ხილულად დარჩება. მადლობა ჩვენს წარმდგენს ლუდისას, მადლობა ჩვენ მეგობრებო ბავარიას. აი გადასვლა იყო ძალიან სევდიან ნოტაზე ვასრულებთ გადაცემას, ბოდიშია ამის გამო, მაგრამ რა გინდა როკნა ცოტა ნერვებმა აგვიყოლიეს და რაღაცა აქითური და მადლობა გიორგის პირველ რიგში. არაფერს, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან იყავი გადაცემაში და რა ვიცი რა ეს პოდკასტები ახლა ძველები რო დახურო და ახლებს რო გასაქანი მოგცეთ ძალიან კარგი შემოძმაო მე ეგრე მგონია ბლოგებს მიაწეკი ბლოგებზე ტურნეებს მიაწეკი პოდკასტ გაანები წარმატებები ყველაფერში ძმაო გენაცვალო შემითავი და მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო მადლობა მეგობრებო ჩვენთან ერთად რო იყავით და დიდება გმირებს აუცილებლად დიდება გმირებს ჯანმრთელობას გისურვებთ საღაზრს და ჯანმრთელობას გისურვებთ და დააფასეთ ამ ხალხის შრომა მიეცით ლაიქი სამარილეს ხო თუ ხო სწორად თქვი სამარილეს ლაიქი საბი და ასე შემდეგ